სინამდვილეში რა ერქვა სიდონიას, არავინ არ იცის. ეს სატირა იყო, ეს სარკაზმი იყო ვარსკენის, მაგრამ შენ კანონით უნდა მე აქ აღარ დამსვა, იმიტომ რომ შენ ხო ქრისტიანი აღარ ახარ. რატო დაემართა ამ ხელა უბედურებები, ამდენი უბედურება ამ ჩვენ ქვეყანას? რაც კი ხდება შენს გარშემო, აქ არ უნდა ეძებო სხვა დამნაშავეთ, ანუ შენ ხარ პასუხისმგებელი. შეიძლება თუ არა რომ ზოგადად ერს ან რაიმე დიდ საზოგადოებას ეწოდოს ქრისტიანი. რაც არის სიყვარული, ας ქრისტემ დაგიბათ გიყვარდეთ. ხო, ეს სიყვარული ეს არის და არა ემოცია. ჩემი ოცნება ეგ არის, რომ მოსმენა ერთმანეთის იქნებს შევძლოთ როგორმე რა. გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო. დღეს ჩვენთან გადაცემაში გვყავს სტუმარი დეკანოზი და პროფესორი ლევან მათიშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. გადაცემაში მასპინძლები ვიქნებით მე, გიორგი თავართქილაძე და გიორგი მჭედლიშვილი. ვისაუბრებთ ქრისტიანობაზე, საქართველოში ქრისტიანობის ისტორიაზე და ასევე იმაზე თუ რა როლი აქვს სახელმწიფოებრიობაში ზოგადად ქრისტიანობას ჩვენი გამოცდილებით განსაკუთრებით. გიორგი, გთხოვ თუ შეიძლება შენი კითხვით დავიწყოთ. კი ბატონო, ჩემი პირველი კითხვა, ვეცდებით რომ ისტორიული ქრონოლოგიით მოვყვეთ და ამიტომ პირველი კითხვა მექნება ასეთი: წმინდა ნინომდე ქრისტიანული თემის ისტორიის შესახებ რა ვიცით საქართველოში? ერთ-ერთი პირველი და ალბათ პირველი რაც ვიცით, ეს არის წმინდა სიდონია, რომელიც ფაქტიურად ცხოვრობდა თავად ქრისტეს პერიოდში და მან ეს კვართი მიირქვა და შემდგომ გარდაიცვალა. ეს ვიცით ის რაც თელმა ერმა კარგად იცის, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი ზოგადად წმინდა ნინომდე, როგორც ეგან ვახსენე, ქრისტიანული თემის ისტორია და ამის შესახებ რა ცნობები გვაქვს ჩვენ. კეთილი, უღონეს მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო თემებზე სასაუბროთ რო ვართ მზად. კი ბატონო, კეთილი. რაც შეეხება თქვენ კი ბრძანეთ რომ თელმა ერმა ვიცით სიდონიას ისტორია, მაგრამ გააჩნია რა კუთხით მოვყვებით ამ ისტორიას, ანუ როგორც გარდამოცემას, ანუ გადმოცემას, რომელიც ჩაწერილი არის საკმაოდ გვიან და უფრო ზუსტად რო თქვა, სახელი სიდონიაც კი არ არის სწორი და ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ სინამდვილეში რა ერქვა სიდონიას, არავინ არ იცის. ეს სახელი დაამკვიდრა მიხეილ საბინინმა მე-19 საუკუნეში. მანამდე მსგავსი ცნობა, ისაც ჩაწერილი არის კვართის ისტორია ქართლის ცხოვრებაში, ანუ რომლის საუკუნის არის, ხო? მანამდეც კიდე არაფერი არ არსებობს და იქაც კი სადაც ჩაწერილი არის, ისიც სიდონიად არ მოიხსენიება. აქედან გამომდინარე, რა ვიცით ერმა, მე არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ისტორია თუ გნებავთ მეცნიერული კუთხით, შეხედო ამას თქვათ, ანუ იმ ფაქტების თუ სხვა ამ თვალსაზრისით, ხო, კრიტიკული კუთხით ხო შეხედო ამ ყველაფერს, ნამდვილად არ ვიცით არაფერი. უბრალოდ ეს საეკლესიო გადმოცემა, დავარქვათ ესე, ლეგენდა, კი ბატონო, ლეგენდა იყოს და მეტი არაფერი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ ეს ადამიანი არ არსებობდა, თუნდაც სხვა სახელით, მაგრამ ანის ისტორია მსგავსი არ არსებობდა. ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ ისტორიულად დადასტურებულად ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც ესე არის. თუმცა კიდევ ვიმეორებ, დასაყრდენი რაღაცა ექნებოდა, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით, აი აქ ამაზე მინდა ვისაუბრო, რაც ნამდვილად ვიცით, რომ ნინომდე საქართველოში არსებობდა ქრისტიანობა და ეს კიდე ეს ქრისტიანობა მეორე-მესამე საუკუნეში. ხო, ამაზე საუბარია რა და შესაბამისად თუ ვიტყვით რომ ნამდვილად არსებობდა მეორე-მესამე საუკუნეში ქრისტიანული თემები და ეკლესია ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ ბუნებრივად ჩდება კითხვა, ვის მიერ დაფუძნებული იყო ეს საეკლესიო თემი, ქრისტიანული თემი ამა თუ იმ ადგილას, ხო? რა თქმა უნდა, მოციქულების. აქ კიდე საკითხი დგება, მოციქულები იყვნენ თუ არ იყვნენ საქართველოში და თუ კი ჩვენ ვიძახით, რომ რაც კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ უკვე ისტორიული მონაცემების საფუძველზე, თუნდაც არქეოლოგიური არტეფაქტების საფუძველზე, ნამდვილად შეიძლება უკვე ითქვას, თუმცა ადრეულ პერიოდში ეს ეჭვი გამოთქმული იყო, რომ ნამდვილად იქადაგეს თუ არა მოციქულებმა საქართველოს ტერიტორიაზე, დღეს უკვე ეს პრობლემა აღარ დგას, იმიტომ რომ არქეოლოგიური არტეფაქტები სწორედ მიანიშნებენ იმას, რომ ნამდვილად ნინომდე მეორე-მესამე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ქრისტიანული თემები. ეხლა რა არტეფაქტებზეა საუბარი? შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც წელი რომის იმპერიის ტერიტორიაზე, სადაც აღმოცენდა და ვრცელდებოდა ქრისტიანობა,
ანალოგიური ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ზუსტად ის ორგანიზაცია საეკლესიო თემის ის ადრექრისტიანული სიმბოლიკა რაც კი აი იმ წელ რომის იმპერიის ტერიტორიაზე ხდება ანალოგიურად ხდება ჩვენ ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ანუ ეს იქნება თევზები იქნება ღუზები იქნება დაკრძალვის მიმართულება იქნება თუ სხვა ანუ ეს ყველა ეს არტეფაქტი რომელიც იგივე ვთქვათ ამ რომის იმპერიის ტერიტორიაზე იქნება ჩრდილო აფრიკა იქნება თუ ევროპის ტერიტორია თუ ახლო აღმოსავლეთი იქნება თუ სხვა პალესტინა იქნება თუ სხვა ანალოგიურად ხდება ხდება ეს არტეფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე ეს ნიშნავს რას რომ აქაც ზუსტად ანალოგიურად ვრცელდება ქრისტიანობა აქაც ანალოგიურად არსებობენ ქრისტიანული თემები და ეს კიდე თავის მხრივ რას ნიშნავს ხა ქრისტიანობის არსებობა საქართველოზე რას ნიშნავს ანუ თუ ქრისტიანული რაღაცა საზოგადოება ცხოვრობს და არსებობს რაღაცა ტერიტორიაზე ეს ნიშნავს რა თქმა უნდა ესე იგი არსებობს სამღვდელო იერარქიაც იმიტომ რომ ქრისტიანი ვერ იქნება თუ ის არ ესრება ლიტურგიას არ ეზიარება არ ინათლება ხო ანუ ეს ამას აღასრულებს სამღვდელო იერარქია ესე იგი აქ არსებობს სამღვდელო იერარქია თუ კი აქ არსებობენ ქრისტიანები იკრძალებიან ქრისტიანულად იყენებენ ქრისტიანულ ადრექრისტიანულ თქვა სიმბოლიკას ხო განსაკუთრებით თევზები არის რაღაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ადრექრისტიანული სიმბოლიკა არის ხო რომელიც პირდაპირ არა მარტო მიანიშნებს რომ ადამიანი ქრისტიანი არამედ ის დეკლამირებს კიდეს თავის რწმენას ნუ იესო ქრისტე ღვთისზე მხსნელი ანუ იხთის ესე აბრევიატურა არის ერთგვარი რა ბერძნულად თევზი ნიშნავს იხთის და ესე იშიფრება რა იესოს ქრისტოს თეოსიოს სოტი ანუ ეს დეკლამირებულად განცხადება არის უკვე რომ მე ვარ ქრისტიანი და აი ეს მწამს და არა სხვა რაღაც არამედ ზუსტად რომ მხსნელი არის ჩემი იესო ქრისტე და მას თაყვანს ცემ და ესენი აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე ნინომდე ხაზუსო მე-23 საუკუნით თარიღდება ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე ეს ნამდვილად შეგვიძლია უკვე თქვათ თუ ეს ხალხი აქ ცხოვრობდა მე-23 საუკუნეში ესე იგი საიდან გაჩნდნენ ეს ხალხი ციდან ხوار ჩამოფრინდნენ არა ესე იგი ვიღაცამ მანამდე ვიღაცამ იმუშაკა და დათესა ეს ხალხი აქ ხო ბუნებრივია და მოსავალიც მერე გაიზარდა ცხადია ისევე როგორც რომის იმპერიაში არსად არ გამხდარა სახელმწიფო რელიგია მე-23 საუკუნეში ცხადია აქაც ვერ იქნებოდა დომინანტური სარწმუნოება და არალეგალურიც შეიძლება იყოს სარწმუნოებაც ყოფილიყო გარკვეულწილად და ასაც იქნებოდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ქართლის სამეფო ხშირად მოკავშირე იყო რომის იმპერიის ასევე სხვა პერიოდში და თვითონ მირიანის დროსაც მირიანი ლიკინიუსის მოკავშირე იყო გააერთიანებდა კონსტანტინე რა რომის იმპერიას ხო და ანუ არალეგალურ მდგომარეობაში იქნებოდა ახაც რა თქმა უნდა საქართველოში. თუმცა გამონათებაც არის იგივე ქართლის ცხოვრებაში რევმართალის თემა ეჭობენ რომ იგრძნობდა სახარებას და ის რეფორმები რაც მან გაატარა თქვა რაღაცა ქრისტიანულ სულისკვეთების მატარებელი არისო ხო ნუ ხა ეს შეიძლება ივარაუდო და რაღაც გამოიტანო მე-23 საუკუნეში მოღვაწე მეფის ქმედებები მაგრამ ნუ რაც ნამდვილად ფაქტების და დასტურდება და ანალიზით ეს ნამდვილად მე-23 საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობდნენ ქრისტიანები. მამაო, თან იმავდროულად ჩვენ ვიცით რომ პირველ საეკლესიო კრებაზე ბიჭვინთის ეპისკოპოსი ესწრებოდა, ხო? მე მგონი ეს უკვე მე-4 საუკუნე არის, 65 წელი არის უკვე, მაგრამ ნუ ამ საკითხშიც არის პრობლემა იმ გაგებით რომ ქართლის სამეფოს საზღვარში ეს ბიჭვინთა მაშინ ბიზანტიის იმპერიაში შედიოდა. ხო, კიდე მეორე პრობლემა არის რომ ეს პიტია რომელიც ბიჭვინთას ვეძახით ჩვენ ამდენად აფხაზეთში მდებარეობდა, ეგეც კიდე მეორე საკითხი არის, იმიტომ პიტიები ბევრი არის იგივე მცირე აზიაში და დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე, არა, ანატოლიის რეგიონში, მაგალითად, ბევრი პიტიები არის და ამდენად შედიოდა კიდე ის აფხაზეთი კიდე ბიზანტიის, ანუ რომის იმპერიაში, ხო, კიდე საკითხავია იქ მოკიდებლის აფხაზური, თქვათ, მმართველობა იყო შეიძლება და ის სტრატოფილე შეიძლება ყოფილიყო ეს ანატოლიელი პიტიიდან ძველთავად და არც არის გამორიცხული, იმიტომ რომ ის სოფლიო კრება ხო ოიკუმენე ანუ რომის იმპერია შემადგენელი ეპისკოპოსების ყრილობა იყო და აქედან გამომდინარე მაინც კი ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ ეს ქართულ რეალობასთან ახლოს არის ან ქართული თუ ძალიან მოვინდომებთ და მოვქაჩავთ ჩვენსკენ ქართველიც იყო ვიტყვით მაგრამ ნუ არც ქართველი არის ხო არც მნიშვნელობა და ეროვნებით ვინ ხო ეროვნებას კი თავით ქართულ სახელმწიფოსთან ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ნამდვილად ვერ იქნებოდა რომ ეს პიტია ანუ ბიჭვინა ყოფილიყო დღევანდელ აფხაზეთში არ შედიოდა ქართლის სამეფოში იგივე ქართლის ცხოვრების მიხედვით მირიანის სამეფო ღალიცგიდან მოდის ალბანეთამდე ანუ ღალიცგან მდინარე არის გალის რაიონში ხო ანუ მაინც არ შედიოდა ის კი მე ერთადერთი ამით იმ
დასკვნას გავაძლიერებდი, მათ შორის რომ თუ კი ეს მართლაც ის პიტია, რომელიც აი ჩვენს დღევანდელ ტერიტორიაზე მდებარეობდა, ეს ნიშნავს თავისთავად იმას, რომ ესე უცებ მე-4 საუკუნეში საეპისკოპოსო ვერ გაჩნდებოდა, თუ მანამდე არ უძღოდა ამას აქ ქრისტიანული თემის ძლიერი მოღვაწეობა და არსებობა და ცხოვრება, რასაკვირველია, ამის გასაძლიერებლად გამახსენდა ეს. კი, რა თქმა უნდა, მე საკამათოდ არ მithქვამს, რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, ცხადია, ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საქართველოში ქრისტიანიზაციის პროცესი მარტო მოციქულებსაც არ უკავშირდება, თქვენ, ანუ მოციქულებიც რა თქმა უნდა შემოდიან და ეს კვალი რჩება, მაგრამ ძალიან საინტერესო არის მაგალითად რომაული გარნიზონების როლი საქართველოს ქრისტიანიზაციის საქმეში. ეგეც საინტერესოა, იმიტომ მეორე საუკუნეში თქვათ იგივე აღმოჩენილია აჭარის ალბანეთშიც არის ალბანეთშიც არის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ახლა თქვათ აჭარის თქვათ არის დამღები აღმოჩენილი მე-10 ლეგიონის რომაული ლეგიონის. ეხლა ეს რას ნიშნავს, რატოა საინტერესო? იმიტომ რომ იგივე ევსევი კესარიელს თუ დაუჯერებთ, ევსევი კესარიელი კიდე არის ეკლესიის ისტორიის მამაწოდებული არის ევსევი კესარიელი, ის ამბობს რომ მე-10 ლეგიონი რომის ამ პერიოდში მეორე-მესამე საუკუნეში მთლიანად ქრისტიანებისგან დაკომპლექტებული იყო და თუ ამ ლეგიონის დამღები აღმოჩენილია საქართველოში, რა თქმა უნდა ესეთი რაღაცა გავრცელება ერთგვარი რაღაცა, იმიტომ მოსახლეობასთან ხო ექნებოდა კომუნიკაცია, ხა ბუნებრივია, ლოჯისტიკა ექნება თუ რაც ექნება. რა თქმა უნდა, ანუ ესეც შეუწყობდა იგივე დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას რომაული ლეგიონებიც. ხო და აქედან გამომდინარე, ნამდვილად მეორე-მესამე საუკუნეში ქრისტიანობის კვალი კი არა და უკვე არ ვიცი, ყველაფერი მტკიცებულება არსებობს, რომ აქ ნამდვილად ქრისტიანული თემები და ეკლესია ზოგადად არსებობს, ეკლესიას გულისხმობ არ ნაგებობას, იმიტომ ნაგებობა არც რომის იმპერიაში არ ქონიათ ქრისტიანებს, არა ის შესაკრებელი ცალკე გამოყოფილია რა, მთელი რიგი ობიექტური სუბიექტური მიზეზების გამო არა, ანუ საკრებულოს გულისხმობ, ანუ თემი, რომელსაც ყავს ნამდვილო იერარქია და ეზიარებიან და ასე შემდეგ არა. ეს ნამდვილად დადასტურებული არის დღეს უკვე და ეს კამათი რა მე მგონი ამაზე აღარ არის მე მგონი. ძალიან მოინდომო რომ ეს ფაქტები უარყო რა. კი ბატონო. კარგით, მაშინ მე მომდევნო კითხვას დავსვავ. ეს მომდევნო კითხვა ეძახება უშუალოდ მთაში ქრისტიანობის გავრცელებას. ჩვენში ზოგადად ერში გავრცელებული ასეთი შეხედულება, რომ მთაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ეს ქრისტიანობა რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, შეერწყა წარმართობას და თითქოს ეს ორი ერთად მოდიოდა. მაგრამ მაგალითად იგივე ზურაბ კიკნაძე, პროფესორ ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს, რომ ეს ასე არ ყოფილა მისი კვლევების მიხედვით. ჩვენ მთაში გქონდა ჩვეულებრივი ქრისტიანობა, ასე ვთქვათ, და უბრალოდ შემდგომ დაახლოებით ასახელებს თუ სწორად მახსოვს მე-18 საუკუნეს, სადღაც აი ამ პერიოდისთვის იწყება მთაში ქრისტიანობის დაკნინება და შემდგომი გაწარმართება. და იგივეც აი თუნდაც დღევანდელ ტრადიციებს რო დავაკვირდეთ, აი მაგალითად მთაში არამონასტრული ტერიტორია, მაგალითად სოფელში არსებული ტაძარი, იქ არის ესეთი გავრცელებული შეხედულებები, რომ სიტყვაზე ქალის მისვლა არ შეიძლება. არა და თუ დასახლებაშია ტაძარი, იქ რა თქმა უნდა ეზიარებოდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები ისტორიულად. ეს დეკანოზების არსებობა? დიახ, დეკანოზების ტერმინი კი. ხო, ანუ მე ვეთანხმები აბსოლუტურად ბატონ ზურაბ კიკნაძეს. აქამდე მიჩნეული იყო ესეთი, რომ რაღაცნაირი სინთეზი მოხდა წარმართობის და ქრისტიანობის, ანუ რაღაცა პარალელურად თუ არა, შეერწყა ერთმანეთში, მაგრამ გარწმუნებთ, ვინც კი ოდნავ მაინც ჩახიდული არის ქრისტიანობაში, ზედაპირულადაც, არა თუ სიღრმისეულად, ხო? იქ ანუ წარმოუდგენელია, რომ ქრისტიანობა რაღაცა კომპრომისი ან დაშვება მოიხდინა წყალებლობასთან დაკავშირებით, წარმართობასთან, თუ წყალებლობასთან, წარმართობასთან რაღაცა კოლაბორაცია მოიხდინა და რაღაცა შენ ცოტა აქეთ, მე ცოტა ესეთი რაღაცა კომპრომისული ვერსია გამოსულიყო, გამორიცხული, აი არსად დედამიწის ზურგზე, მარტო რაღაც ჩვენ მთიანეთში მოხდა ეგეთი რაღაცა, ხო? სხვაგან არც მთა არ იყო, არც ბარი არ იყო, ანუ დედამიწის ზურგზე, სადაც ქრისტიანობა ვრცელდება, მსგავსი ესეთი კოლაბორაცია არსად არ ფიქსირდება და მარტო აქ უნდა მომხდარიყო ამგვარი სიმბიოზი, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. მართალს ძალიან ბატონი ზურაბის როცა ამბობს, რომ იქაც ვრცელდებოდა ქრისტიანობა ჩვეულებრივად, როცა კი გასაგებია შეიძლება რთულად ვრცელდებოდა, ამაზე შეიძლება ვიდაოთ, შეიძლება არ ვიდაოთ, მაგრამ იგივე სვანეთის ტერიტორიაზე ამდენი ტაძარი არის, ხა იქ რთულად ვრცელდებოდა, მაშინ ამდენი ტაძარი რატო არის ისტორიული ტაძარი, ხო? ანუ ჩვეულებრივი ქრისტიანული თემები იყო, ეზიარებოდნენ, აღასრულებდნენ მსახურებას და ცხოვრობდნენ ამგვარად, თუნდაც, ხო, მაგრამ კაი, დავუშვათ რთულად ვრცელდებოდა მთაში, რელიეფიდან გამომდინარე და ბუნებრივი კლიმატიდან გამომდინარე.
კი ბატონო, თქვა, მაგრამ თუ გავრცელდა, თქვა, ხო, აი იქ რაღაცნაირი კოლაბორაცია წარმართულ სარწმუნოებასთან გამორიცხული არის. ეგ არის დაუშვებელი კენო, მაშინ ქრისტიანობა აღარ არის. ხო? აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზურაბს, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის არა წარმართობის და ქრისტიანობის რაღაცა სინთეზი, არამედ უკვე ქრისტიანობის დეგრადირების შედეგად უკვე წარმოშობილი რწმენა წარმოდგენების შეხედულებების რაღაცა ესე ვთქვათ კოქტეილი რაც დამკვიდრდა მე უკვე ამ რეგიონში და ეს ჩვენი ისტორიული უბედურების შედეგად ხდებოდა რა თქმა უნდა თემურლენგის შემოსევებიდან გამოვიდა დაწყებული რომელიც მე შემდეგ კავკასიაშიც და იქ მე მოხდა ისლამიზაცია რა კიდეც არა ჩრდილო კავკასიის და იქიდან დაწყებული და მე აღარ დამთავრდა რა ეს ყველაფერი პროცესები როცა მოიშალა საადგილობრივი საეპისკოპოსოები სამრევლოები როცა აღარ დარჩა ფიზიკურად მღვდელი მე ის ვინც იყო თქვა გლიშვილი დაექვა დეკანოზი თქვა სიტყვაზე მომდა ის აგძლებდა მამამისის თუ პაპამისის ესე თქვა საქმიანობას ოღონდ ერისკაცის რანგში ოღონდ დეკანოზი იყო ანუ ეს ისედაც საით ხელის გულზე ჩანს რომ ეს არის ქრისტიანობის ნამსხვრევებზე აღმოცენებული ადგილობრივი სრულწმენები და იგივე ჩრდილოკავკასიური რელიგიური წარმოდგენების რაღაცა ერთობლივი კოქტეილი არის აი ნება მომეცით რომ ოდნავ სხვა მხრიდან შევხედო ამას ოღონდ ეს ანიშნავს იმას რომ უარყო თქვენ რაც თქვით არამედ სხვა მხრიდანაც ახსნა აი რის თქმა მინდა ახლა გეთანხმებით რომ ეს დიდი ალბათობით არის ქრისტიანობის ასე ვთქვათ აი ამ შესუსტების შედეგად ასე ვთქვათ აი მათ შორის არის დეკანოზის ინსტიტუტი რაც თქვენ ახსენეთ რაც ვიცით რომ არსებობდა მთაში უბრალოდ ჩემი აზრით ეს არ არის მაგალითად აი ქრისტიანობის შესუსტების შემდეგ რაიმე ახლად გაჩენილი წარმოდგენები და რწმენები კი არ არის, არამედ მე ვფიქრობ, რომ ეს მანამდე არსებული რწმენა წარმოდგენები, რომელიც საზოგადოებაში იყო დარჩენილი ზეპირ სიტყვიერად, მათ შორის, ვიცი, პოემების ზეპირი, ასე ვთქვათ, გადმოცემების სახით, ამან ხელახლა იმძლავრა მას შემდეგ, რაც შესუსტდა ქრისტიანობა და აი მაგალითად იგივე ვახუშტის რო დავესესხოთ, ხო, თვითონაც ახსენებს, რომ უფლის ციხეში ხანდახან გამოჩნდებოდნენ წარმართებიო, თვითონ ბატონიშვილი, ვახუშტი ბატონიშვილის ტექსტში გვაქვს მე მგონი ესეთი მოცემულობა და თუნდაც ის რომ აი ამირანი თავისი წარმოშობით, ასე ვთქვათ, პრექრისტიანულ კულტებს უკავშირდება განმარტებით, ხო? ესეც ჩემი აზრით ნიშნავს იმას, რომ მანამდე ქრისტიანობამდე არსებული რწმენა წარმოდგენები, რომლებიც უკანა პლანზე იყო გადასული, თუმცა სინთეზში ასე არ ყოფილა და თანაცხოვრება მეც ჩემთვისაც რთული წარმოსადგენია, რაც თქვენ ბრძანეთ, როგორ შეიძლება და მომხდარიყო, მაგრამ უფრო საერო სივრცეში შეიძლება ამან გადაინაცვლა. დღესაც გვაქვს ხო რაღაც ზღაპრები, რომელსაც თავის დროზე ზღაპრების დანიშნულება არ ქონდა, ასე ვთქვათ, და შეიძლება ძველი რწმენა წარმოდგენები იყო. ესენი დაბრუნდა, იმიტომ რომ აი მათ შორის თქვენ რო თქვით, რომ ადამიანი ადგა, დეკანოზი დაირქვა, იმიტომ რომ აღარ იყო ეკლესია ვეღარ ასე ვთქვათ, აღასრულებდა თავს, კი, ვეღარ მოქმედებდა სათანადოდ და ამ ადამიანებმა, რომლებიც მოწყვეტილი იყვნენ ეკლესიას, მათ შორის არ ქონდათ შესაბამისად ის განათლება, რაც საჭირო იყო, ყველაფრის წესისამებრ აღსასრულებლად და აი ეს თავისი ძველი უკვე საერო სივრცეში გადასული წარმოდგენები და ასე ვთქვათ, მათ შორის კულტები შეიძლება ასახეს ხელახლა, თორე მე ვფიქრობ, რომ ეს თავიდან გაჩენილი კი არ არის, აი იახსარი და ყოპალა, კი, ბოლო შუა საუკუნეების ნაყოფი კი არ არის, არამედ მანამდელი, ნუ ეხლა შეიძლება სახელები სხვა ქონდა თავისთავად, ამაზე არ ვიდავთ, მაგრამ მანამდელი, რომელიც სხვა სივრცეში იყო გადასული. მე აბსოლუტურად მოსწონს სინთეზი ასე ვთქვათ. ერთმანეთს ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით, აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, აი ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება კი არა და გარკვეულწილად ასეც იყო, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი რო წარმოიდგინოთ, ეს პროცესები არ მიმდინარეობდა მარტო მთაში, აიგა ჩვენი ისტორიის ტრაგიზმი, სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მარტო მთაში კი არ მოიშალა. აი წარმოიდგინეთ საქართველოს, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა საბოლოოდ ეს ისლამური რკალში აღმოჩნდა ჩვენი დააშლილი სამეფო სამთავროები რა. აი მაშინ იწყება დეგრადირება ქრისტიანობის არა მარტო მთაში უამრავი შემოსევების და არამედ ბარშიც ხდება ეს დეგრადირება. ესე იგი იზოლაციაში ხო ვართ ერთი მხრივ ისლამურ რკალში. არანაირი გასაქანი თქვათ წუნას ქრისტიანული ცოდნის თქვათ იმპორტის ან შენი იწება ნადგურდება და აი უყურეთ აი პირველი ურთიერთობა ვინც დაამყარა რუსეთთან იყო კახეთის სამეფო.
ალექსანდრე მეფემ და იქიდან ჩამოდიან დიპლომატები, სასულიერო პირები არიან ეს დიპლომატები, მე-16 საუკუნე არის წარმოიდგინეთ და ალავერტში ესწრებიან წირვას. მათი რეპორტები რომ ნახოთ არა, აი მე-16 საუკუნეა, ბარია, ხო, ალავერდი ბარია, ხო? ამაზე მეტი რა უნდა ბარი, ხო? ისინი წერენ თავის რაპორტებში, რომ ვერ გავიგეთო რა სადა ეს წირვა იყო თუ რა რიტუალს დავესწრეთო, ვერ მივხვდითო. ну შეიძლება თქვა ესენი რუსები არიან და ჩვენ ცუდი ვნათ აი გავიგეთ ხო გასაგებია ვინ არის რუსები მაგრამ ეხლა იმათი ეს мотиваცია ხო ეხლა რა არის ხო ანუ სულ სხვა мотиваცია იყო და სხვა მოცემულობა იყო კიდე მე-16 საუკუნეში კაი მაგრამ ფაქტს ვამბობ ხო ასევე ეს აღმოსავლეთ საქართველო არის დასავლეთ საქართველოში უფრო ტრაგიკული მდგომარეობა არის ამ თვალსაზრისით ესე იგი იგივე აღწერილი თქვათ იტალიელი მისიონერების რა ხდება ანუ აქ ქრისტიანული თვალსაზრისით ის თუ ქრისტიანობა არის ის არის აი გაქანებული წარმართობას აღარ ქვია მაგას უკვე რაც ხდება ბარში ამაზე ლაპარაკით ხა თქვენ წარმოგიდგენთ ხა მთაში რა მოხდებოდა ბარიდან მოწყვეტილი სიტუაცია არის ხო ამიტომ ეს ჩვენი ისტორიის ბედოქუმართობის ასახვა ხდება უკვე სულიერ ცხოვრებაში ცხადია. ამიტომაც ვეთანხმები ჟვაკვიკნაძესაც, გეთანხმებით თქვენც, იმიტომ რომ მე ხდება ყველა რეანიმირება მოხდა დავიწყებული წარსული თუ რაღაც ხალხური ფანტაზიების თუ ლეგენდების თუ მითოლოგიისაც, გარე გავლენების მომენტების და ყველაფერი ის მივიღეთ, რაც მივიღეთ საბოლოო ჯამში. და ამას მივყავართ გიორგი შენს სწორად ნათქვამ სიტყვებთან რომელსაც ხშირად ვიმეორებ რომ ჩვენ კი არ გვჭირდება მხოლოდ ქართველობის შენარჩუნება არამედ დაბრუნება გვჭირდება და მე მგონია რომ ამ პროცესში ვართ ყველა მიმართულებით ახლა ჩვენი ეკლესია საბედნიეროდ უფრო ძლიერია ვიდრე ყოფილა არ ვიცი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თუნდაც საუკუნეების აი იმის გათვალისწინებითაც რასაც ვიტყვით რაც თქვით ახლა თქვენ და იმედი მაქვს რომ ამ გზაზე ბევრ კარგ ძველ ღირებულებას ხელახლა აღმოაჩენთ და შევითვისებთ რა. და უკვე მოვედით აი ქრისტიანობა რო უკვე დამკვიდრდა საქართველოში, შენ მქონდა მე მგონი ამაზე კითხვა, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, მოდი მე დავსვამ იმ კითხვას, რაც მაინტერესებდა. როგორ უყურებს ჩვენი სარწმუნოება ზოგადად ხელისუფლების არსებობას და განსაკუთრებით მეფობას. რატომ სვამ ამ კითხვას? ხშირად ხდება ხოლმე ისე და ამ ბოლო დროსაც რომ აი მეფის ინსტიტუტზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, რომ თითქოს ეს არის ხსნა და ეს არის ერთადერთი სწორი და ქრისტიანული, ასე ვთქვათ, მიდგომა ზოგიერთი ადამიანის თვალსაზრისით. მათ შორის მე მაგალითად აი თუ არ ვწდები იოანე ოქროპირის სიტყვებიდან გამომდინარე, ჩემი მოძღვრისგან მაქვს მოსმენილი, რომ ის ამართლებს არა მეფობას როგორც ასეთ, არამედ იმას, რომ ხელისუფლება არსებობს და რომ არსებობს იერარქია და ჩვენ ვექვემდებარებით მათ შორის საერო ხელისუფლებას. და აქ საუბარი არ იყო იოანე ოქროპირთან, რომ ის ამართლებდა კონკრეტულად მეფის ინსტიტუტს ან სხვა რაიმეს. და აქვე მახსენდება, როდესაც ებრაელები მივიდნენ სამუელთან, წინასწარმეტყველთან და თხოვეს, რომ აი ჩვენს გვინდა მეფე გყავდეს. პირველი პასუხი რაც მიიღეს იყო ის რომ ნამდვილად გინდა თუ არა, იმიტომ რომ ეს არ ყოფილა ის რაც ღმერთმა თავისით და ხალხის გარეშე ასე ვთქვათ უბოძა ამ ერს, ამ ერმა თვითონ ითხოვა, ამიტომ ესეც თითქოს მაგალითია იმის რომ მეფობა არ არის ერთადერთი და სწორი და თითქოს აი ქრისტიანული აუცილებლად მართლობის სისტემა. იდეაში ახლა ჩვენ რა სისტემაშიც ვართ ეს მეფობა არ არის და წესით ესეც ამას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ამაზე თუ შეგიძლიათ თქვენი აზრი გითხრათ, თუნდაც ისტორიული თვალსაზრისით, როგორც ქრისტიანობის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე, ასევე სარწმუნოების თვალსაზრისითაც მათ შორის. კეთილი, ხა რა თქმა უნდა თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ხა ბიბლიური ვერსიით მონარქია სულებითაც არ არის ღვთივსათნო ინსტიტუცია. იმიტომ რომ და ყველაზე ღვთივსათნო თუ გვინდათ ინსტიტუცია, ეს არის თეოკრატია. კი ბატონო. ეს იყო თქო საჯულების ეპოქა, იგივე ისრაელის ისტორიას თუ გავიხსენებთ და ბიბლიის თხრობას თუ გავიხსენებთ და აღარ მოინდომეს ეს ღმერთის მართლობა ჩეულმა ხალხმა. მეფე მოგვეციო როგორც ყველა წარმართებს აყავს, ჩვენს გვინდა მეფეო. ანუ ეს და ესე ვთქვათ იძულებული ახლა ღმერთი როგორი გახდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
არ გინდოდათ კარგი მმართველობა, ანუ ჩემი მმართველობა. იცოდეთ ახლა რასაც მიიღეთ. და ანუ მონარქია თუ ასე თუ ქრისტიანული თეოლოგიური კუთხით სრულებიდაც არ არის ის იდეალური მმართველობა, რაც ბიბლიაში წერია ყოველ შემთხვევაში, არა? და საერთოდ დედამიწაზე არ არსებობს იდეალური მმართველობა. და საერთოდ სახელმწიფო არის ის მცირე ბოროტება, რომელიც აუცილებელი არის სახელმწიფოს არსებობა ზოგადად, სახელმწიფოებრივის წარმოშობა და ზოგადად, რომ უარის მძიმე ბოროტებაში რომ არ ცხოვრობდეთ, ანუ რაც ქაოსი მოყვება სახელმწიფოს არარსებობას ადამიანის საზოგადოებაში. ამიტომ რა თქმა უნდა მცირე ბოროტება არის. აქედან გამომდინარე შეწყნარებული ბოროტებაც არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ არა სახელმწიფოებრიობა, ხა პავლე მოციქულის შემთხვევით არ ეუბნება რომ ამბობს რომ იმ თავარს მეფესა რომ מחვილი კიდია შეუძლია დაგსაჯოს კიდეც, ანუ ლეგიტიმაციაც აქვს იმას ესე თქვათ, რახან ის ვალდებულია დაგიცვას გარე თუ შიდა მტრებისგან. მაგრამ აქ ლაპარაკი არ არის კონკრეტულად ამ წყობილებაზე მონარქიაზე, აქ ხელისუფლებაზე ზოგადად საუბარია რა და არა ამ ფორმაზე, ამ მმართველობის ფორმაზე. თუმცა დღესაც დედამიწაზე არის მონარქიები, აბსოლუტური მონარქიებიც არის კონსტიტუციური მონარქიებიც და ასე შემდეგ. ხო, დიქტატურაც ფაქტობრივად მონარქიაა, მაგრამ თავისი არსით ეს მაინც მილიონი წაუწევია. აბსოლუტური მონარქიაა, ჩვეულებრივია რა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ერთადერთი ლეგიტიმური მმართველობა ქრისტიანული თვალსაზრისით, ხო, თუნდაც მირონცხებული მეფის ინსტიტუტის არსებობა, ხო, ნამდვილად ეს არის, იმიტომ რომ ეს მირონცხების რიტუალიც შემოდის საკმაოდ გვიან შუა საუკუნეებში, მე-11 საუკუნეში ხდება უკვე კონსტანტინოპოლში ამგვარად იმპერატორების ლეგიტიმაცია რა. ანუ ეს უკვე სხვა საკითხი არის და არა ეს არ იყო, თქვა, როცა თავიდანვე ეს რაღაცა როცა ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია, ირონცხებდნენ მონარქიას. თან მით უმეტეს, როცა ქრისტიანები ცხოვრობდნენ სახელმწიფოებში, რომლებიც მათ დევნიდა მთელი აი ამ საუკუნეების განმავლობაში. არა, იგივე რომის იმპერიის მაგალითზე რო ავიღოთ, თქვათ, იგივე. ზოგადად აი როგორ ისტორიული რეალობა რო ავიღოთ, არა, ქრისტიანები არიან არალეგალურ მდგომარეობაში ამ ხელა რომის იმპერიაში. მაგრამ ქრისტიანები, დევნიან, ხამშვიდობა არის, გასაგებია, მაგრამ ქრისტიანები ყოველთვის ცდილობენ სახელმწიფოსთან დაამყარონ კონსტრუქციული ურთიერთობა. რაღაცა იურიდიული საფუძველი ქონოდათ მათ სახელმწიფოსთან ლეგალური ურთიერთობისა. აი პირველი 3 საუკუნე აი ასეთი ბრძოლის დაშრომის ეპოქა არის, გარდა იმისა, რაც ვიცით, რომ ესე იგი როგორ დევნიან, ხანშვიდობა არის და მოწამეები გარდა ამისა, ყოველთვის ცდილობენ. თქვენ წარმოიდგენთ, რომ ეს ქრისტიანული თემები რაღაც ჩაკეტილები არიან და ვიღაცა იმპერატორს ამ თავარს მოუნდება, ხან დაარტყავს, ხან აწამებენ, ხან მოკლავენ და მერე ისე ჩუმად არა აქტიურად ცდილობენ მათ საკუთარი მდგომარეობის ლეგალიზაციას. არ გამოდის ამ ეტაპზე, თქვათ, ქრისტიანების რომ რელიგიური ლეგალიზაცია მოახდინონ, სხვა რაღაცას მოიფიქრებენ, ქმნიან კომუნებს, ქმნიან ესეთი დამგზალავ ბიუროებს, წარმოიდგინეთ, იმიტერიები ვთქვათ, რომელსაც იურიდიული საფუძველი გააჩნია, ესე ვთქვათ, სახელმწიფოსთან ურთიერთობის. ანუ გადასახადებს იხდიან, ქონები შეძენაც აქვთ, ანუ მიწების და ასე მოძრავი ქონების, ანუ ამ სახით ურთიერთობა რომის იმპერიასთან. უფრო მეც გეტყვით, ოდესაც პავლე სამოსატელი იყო ეგეთი ეპისკოპოსი, სამოსაჩემონაც რაღაცები მიქარა თუ გადააყენეს, ესე ვთქვათ რა, ეკლესიამ გადააყენა ეს. მაგრამ არ უნდა რომ წავიდეს ეპისკოპოსებიდან და ეს მე-3 საუკუნე არის. და ვის მიმართავენ ხო როგორ ფიქრობთ მე-3 საუკუნე ხო არ არის ქრისტიანული არც კონსტანტინე ან კლასიკური წარმართული რომის იმპერია არის ვის მიმართავენ რომ გადააყენონ ისე კითხულობთ რომ საერო ხელისუფლებას რომის იმპერატორს და რომის იმპერატორის მოკიდებს ამ 60-დან ამ პავლეს და გადაეყვანს დასავლეთში არა როგორც ეპისკოპოსს არამედ როგორც იმ იმპერიის დირექტორს თქვათ ესე ვთქვათ იმიტომ რომ ასეთი ურთიერთობები აქვს ანუ არ გამოდის სარწმუნოების ლეგალიზებას ჩვენ სხვანაირ რაღაცებს გაერთიანებებს შევქმნით რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობა გქონდეს ამგვარი რომ ჩვენ უნდა ხო თემს ქონებაც უნდა და არსებობაც უნდა ხო რაღაცა ხო უნდა ანუ წარმოგვიდგენია რომ რაღაცა ეს დევნის პერიოდი პირველი 3 საუკუნე იყო რაღაცა გამოქვაბულებში და კატაკომბებში რაღაცა მიყუჟულობის ეპოქა არა რას ლაპარაკობ პირიქით ასეთი ბრძოლის ასეთი ურთიერთობების ნაბიჯ
ათმობინებდნენ რომის იმპერიას და ხელისუფლებას საკუთარ გამოძალავდნენ საკუთარ საოცარი ისტორია ეგ პირველი და წარმოგიდგენთ კონსტანტინეს ედიქტი მილანის ედიქტი არ ყოფილა ეს რაღაცა კონსტანტინეს უცებ განათება თავში რომ მოდი მე ქრისტიანებს არა ეს იყო იმ 3 საუკუნის განმავლობაში ნაბიჯ ბრძოლის შედეგი და ლოგიკური დასასრული იყო სწორედ დაახსრულება იყო იმისა, რაც ქრისტიანებმა იმკვიდრებდნენ. ანუ ეს წყალობა არ იყო კონსტანტინესი მაინდა-მაინც. იმიტომ რომ ეს იყო უკვე მოპოვებული შრომით, ოფლით, ბრძოლით, სისხლით მოპოვებული უფლებები იყო უკვე ქრისტიანებისა. ანუ კიდევ ვიმეორებ, ეს არ იყო რევოლუციური ნაბიჯი კონსტანტინესი, არამედ იყო ევოლუციური ნაბიჯი იყო ამ შემთხვევაში და დაგვირგვინება იყო იმ შრომისა და იმ წვალებისა და იმ დევნისა და სისხლისა. ხო, და აქედან გამომდინარე სახელმწიფოსთან ურთიერთობა, მაგალითად განსაკუთრებით მე უკვე აღმოსავლეთ ეკლესიას ესე თქვა თანამედროვე გადმოსახედიდან ბრალსდებენ სწორედ რომ ძალიან მჭიდროდ არის შეკრული ეკლესია სახელმწიფოსთან აი ამ ბრალდებას უყურებენ ოღონდ ძალიან ცუდია ისტორიულ რეალობაში 21 საუკუნის საფუძვლობიდან რომ განიხილავ იმ მოვლენებს 1500 წლის წინანდელ 1700 წლის წინანდელ მოვლენებს განიხილავ და თანამედროვე შეფასების კრიტერიუმებით აფასებ უკვე ეს არის ისტორიულ კონტექსტში დაუშვებელი არის თუ კონტექსტში არ ნახე რა ხდება და როგორ ხდება და ამ პროცესში განვითარების პროცესში რა მოხდა და რატომ მოხდა ესე თუ ასე არ გაანალიზებ მაშინ რა თქმა უნდა თანამედროვე სტანდარტით შეიძლება გადააფასო რა თქმა უნდა და იგივე ჯორჯ ვაშინგტონს აგინო თქვა რომ რატო ყავდა მონები თქვა და რატო იყო მონათლობელი თქვა ანუ შეიძლება მაგრამ არასწორი იქნება ეგეთი რაღაცა ხო და რის თქმა მინდა რომ აღმოსავლეთ ეკლესიას განსაკუთრებით ბრალსდებენ აი ამ რომ რატო არის ეს შეკრული სახელმწიფოსთან და მე არ ვიძახილ ეს კარგი არის მაგრამ თუ იქნებოდა ალტერნატივა რომ ყოფილიყო ეკლესია წასულიყო რაღაცა განვითარების რაღაცა დამოუკიდებელ გზაზე თქვა და ყოფილიყო ალტერნატივა რომ სახელმწიფოსთან კოლაბორაციაში და ამ ეკლესიას აღმოსავლეთ ეკლესიას აირჩია ეს სახელმწიფოსთან კოლაბორაცია მაშინ თავისუფლად ვიტყოდით რომ ეს შეცდომა იყო და არასწორი იყო და ანგარებიანი იყო და ნუ მოკლედ შეცდომა იყო ვიტყოდით მინიმუმ ხო მაგრამ ეს ალტერნატივა არ არსებობდა დამოუკიდებელი განვითარების სხვა გამოსავალი არ არსებობდა. სხვა ამისთვის იგივე პირველი 3 საუკუნის განმავლობაში რატო ქონდათ ეგეთი ჩაიკეტებოდნენ გამოქვაბულებში მაშინ და არც არანაირ ხელისუფლებას არ აღიარებდნენ არა? სეკულარიზმი ხო ახლახანს ისტორიულად ახლახანს გაჩენილი ასე ვთქვათ მოვლენაა და მანამდე შეუძლებელი იყო ასეთი სასულიერო ამბის და რა თქმა უნდა დედამიწაზე დააფუძნა ქრისტიანული ეკლესია და ეხლა სხვა პლანეტაზე ვერ გადავიდოდა ამიტომ დედამიწაზე ეს პოლიტიკა არის ეს რეალობა არის სხვა გამოსავალი არ არსებობდა ფაქტობრივად ეხლა კიდევ ვიმეორებ ეს თავის შედეგები აქვს ნეგატიურიც და პოზიტიურიც ეს სხვა საკითხი არის მაგრამ ის რომ რატომ აირჩია ესეთი გზა ეს არის არასწორი თორე ნოთან მით უმეტეს მაშინ როცა დასავლური εκκλესია ხარ რომის ეკლესია პირიქით მან შეძლო რომ პირიქით თვითონ შესულიყო და იქაც შეიძლება უმეტეს სიმბიოზი იყო ამასობაში თვითონ გახდა სახელმწიფო იქ კიდე ის რეალობა თვითონ გახდა კი ბატონო უბრალოდ იქ პირიქით ამ თვითონ გახდა და აქ ჩვენთან ხელისუფლებას ჰქონდა ხოლმე გავლენა ცეზარო პაპის მიასაცხვია და ეს ხო მამალევან მომდევნო კითხვა ასეთი მექნება ჩვენ ვიცით რომ ანუ საქართველოს ყოველთვის თითქმის ყოველთვის იყო დაგსახსული იყო სამთავროები სამეფოები და მართალია რომ ეს ქართველური ტომები იყო თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ მაგრამ მაინც რაღაცნაირად არ ხდებოდა ისე რომ ერთიანი სახელმწიფო შემდგარიყო და პლუს ამას ჩვენ გვაქვს ქართველური ენებიც ანუ მაგალითად იგივე მეგრული, სვანური, ლაზური ეს არ არის კლასიკური გაგებით დიალექტი, მაინც ენად იწოდება. და აი ამ დროს, სადღაც მე-9 საუკუნეებში გიორგი მერჩულე წერს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას და იქ არის ნახსენები ასეთი წინადადება, ზუსტ ციტირებას არ მოვიყვან, შინაარს ვიტყვი, რომ საქართველოში აღირაცხება ის ქვეყნები, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება ქართულ ენაზე. ანუ საქართველოა ყველგან ის, სადაც ქართულად ლოცულობენ და და აი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვიცით რომ თუნდაც იგივე სამეგრელოში, სვანეთში, ლაზებში სალიტერატურო ენა, სამწერლობო ენა მაინც ქართული იყო და შესაბამისად წირვა-ლოცვაც იქაც სწორედ ქართულად აღევლინებოდა და შესაბამისად აი ეს რაღაცნაირად ფორმულა გახდა იმისთვის რომ ეს დაგსახსული ტომები თუ შეიძლება ისევ ამ სიტყვას გამოვიყენებ გაერთიანებულიყო საბოლოო ჯამში და შექმნილიყო ერთიანი ქართული სახელმწიფო. აი ამ ფაქტის შესახებ რას გვეტყვით?
საქმე იმაშია, რაც თქვენ მზადეთ, რომ სულ დაქსაქსული იყო, კი, ნაწილობრივ სიმართლე არის ეს დაქსაქსულიც იყო, მაგრამ ეს დაქსაქსვა თავიდანვე დაბადებიდანვე ესე ხო არ იყო არა, ну, რაღაცა ერთიანი იშლება მე, ხო? აბა როგორ შეიძლება თავიდანვე აღმოცენებული იყოს დაქსაქსულ ვარიანტში. აი გრიგოლ ხანძთელის ეს პასაჟი და გრიგოლ ზოგადად ეგ ეპოქა ზოგადად ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქართლად პრიადი ქვეყანა აღირაცხების, სადაც ქართული ენით ჟამის წირვა აღევლინების თქვათ, ხო? აი ეს ფრაზა, რა თქვა მე, ქართლად პრიადი ქვეყანა, ანუ ეუბნება აფხაზეთის მთავარს თუ მეფეა უკვე დემეტრე, რომ ესეც ქართლია. ის სადაც შენ ხარ მეფე და რატო ეუბნება ამას, რომ ესეც ქართლი არის? ეს რაღაცა, იმიტომ რომ წირვალოცვა ქართულად აღესრულება, ამიტომ ეუბნება რომ ქართლია. აი ეგ არის, რომ ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დაშლილ ნაწილთაგანზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ხა ჩვენ ისტორიაც რაღაცნაირი გაუგებარია იმ თვალსაზრისით, რომ იგი როცა ჩვენ ლაპარაკობთ ქართლის სამეფოზე, იბერიის სამეფო, ხო, დასავლურად რო ვთქვათ არა, წყაროებში როგორც არის. რატომღაც ამ ქართლის სამეფოს ვათავსებთ აღმოსავლეთ საქართველოში. სკოლის სახელმწიფო გადაშალოთ, ნახავთ, ეს არის. მაგრამ საკმარისია რომ გადავშალოთ იგივე ქართლის ცხოვრება, ну, წყარო, ჩვენი ძირეული წყარო. ეგეც საინტერესოა, ამდენიმე 10 წლის წინ თუ არ ვცდები, მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა ქართლის ცხოვრების რედაქცია, ну, ახალი, ну, გამოცემა იყო, თუ მეტი წლის, 15 წლის წინ. და ამ არის ფერადი რუკები ჩართული ამ წიგნში. და ფერადი რუკები არის სწორედ იმგვარად დახატული, რომ აი აღმოსავლეთ საქართველოა გარდაცვალებული, დახატული. ვახტანგ გორგასლის სამეფო, მირიანის სამეფო. და იგივე რა წყაროსაც ილუსტრაციას აკეთებს გამომცემელია რა, რომ წაიკითხო, სულ სხვა რეალობას გეუბნება იგივე წყარო. მესმის, რომ შეიძლება ზოგიერთი ისტორიკოსი ქართლის ცხოვრებას ამ წყაროს, ჩვენს ძირითად წყაროს არ ენდობა და გასაგებია, კრიტიკულად უნდა მიუდგე და შეისწავლო ნებისმიერი წყარო, მაგრამ რახან გამოსცემ ამ წყაროს, ხო? წყაროს გამოსცემ, ხომ ამ წყაროს მიხედვით კვლევას ხო არ გამოსცემ, რა წყარო არის, თუ ამ წყაროს მიხედვით დახატე რა ეს რუკაც მაინც როგორ არის, ხო? და აი ამ წყაროს მიხედვით ქართლის სამეფო, აი როგორც გითხარით, გალის რაიონი და ღალისგან და მირიანის დროს და ვახტანგის მერე უკვე კელასურზე გადადის სამეფო საზღვარი უკვე არა, ალბანეთამდე არის ქართლის სამეფო, დღევანდელი დასავლეთ საქართველო არა, არის ქართლის სამეფო, ანუ იბერია არის. გრიგოლ ხანძთელის დროს, სწორედ ეს არის ქართლის სამეფოს ნამსხვრევები არის, უკვე წარმოშობილია რა და სწორედ გრიგოლი რას ეუბნება, რომ ესეც ქართლია, კაცო ვიცი რომ ესეც ქართლია, იმიტომ რომ აქაც ქართულად წირვალოცვა არის და იმიტომ და ყველგან ქართლია, იმიტომ რომ მარტო შიდა და გარე ქვემო ქართლი ხო არ არის რა. ესე იგი აქეთაც ქართლი არის, იქითაც ქართლი, ანუ ეს ქართლის სამეფო იყო, რომელიც დაიშალა, რა თქმა უნდა, გრიგოლ ხანძთელის დროს, ეს არის უკვე დაშლილი ერთიანი იგივე ფარნავაზის დროინდელი სახელმწიფო. და თითქოს რაღაც ეს ფარნავაზი მარტო მითოსურ მეფედ გონიათ ხოლმე ჩვენ, თუ არ გონია, ან გივე ფარსმანქველი სამეფო ახლა როგორ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობდა, მარტო დავიჯერო კაცო, რომის მოკავშირე და მთელი ამ სულ რომ ფარნავაზი აბსოლუტურად მითიური პერსონაჟი ჩათვალო, აბსოლუტურად და რო თქვა რომ აი რეალურ პერსონაჟთან არავის ხო. ეს მაინც რომ აი ეს უკვე მთავარი აქ არის რა აზრს ატარებს. ის აზრი რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთიანი იყო მანამ ჯერ კიდე აი ამ პრეისტორიულ ძალიან ისეთ მომივიდა უტრირებული, მაგრამ წინარე ქრისტიანულ ეპოქაში და აი დაახლოებით 2500 წლის წინ და ასე შემდეგ, ეგ უკვე უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ის რომ რაღაცა ერთი ფაქტი აღმოგვეჩინა, რომელიც გვეტყოდა, რომ კი ნამდვილად ასე, ამიტომ თავად ეს შინაარსიც, რაც ფარნავაზის სამეფოს უკავშირდება, ჩემი აზრით უკვე იმაზე მეტის მომცემია, ვიდრე სხვა მტკიცებულება, იმიტომ რომ ეს აზრი ესე არ გაჩნდებოდა. ჩვენ იმის თქმა გავიდა, კოლხეთის სამეფო ან ლაზეთის სამეფო არ არსებობს. როგორ არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა იქ სადაც ახლად ცხოვრობენ ლაზები. ანუ დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე. ტრაპიზონის ოლქი და აი ის რიზემბე, ეს იქ ისიც ჩვენია, რა თქმა უნდა, ჩვენი სისხლი და ხორცი არის. ანუ ის ლაზები კი არ გამხრალან, კაცო, ახლაც იქ არიან.
სადაც არსებობდა ეს კოლხეთის სამეფო, მაგრამ ეს ქართლი იყო, ამაში აქ კიდევ ერთიანობა ქართულ ისტორიოგრაფიაში არ არის, ამას დიდი მიზეზები აქვს, თავისი პრობლემატიკა და ამაზე ხა დღეს რა თქმა უნდა ვერ არ გვექნება დრო ამდენი რომ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტია რომ გრიგოლი ჩადის და ეუნება დასავლეთ საქართველოს მმართველს, რომელიც დამოუკიდებელი მმართველი არის, რომ ესეც ქართლია, აეუნება დასავლეთ საქართველოში მისულ მმართველს და ის არაპოტესებს ამას, ქართლია ეუნება, კი ბატონო, ხო? ისე ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ფორმულა არის იმ დროინდელი საქართველოსთვის აი ამ ერთიანობის შესაქმნელად. აღსადგენად, უკაცრავად. ხელახლა შესაქმნელად. მე მინდა მოკლედ ერთ ამბავს გავუსვათ ხაზი, აი ის რომ საქართველოს ითვლება ღვთისმშობლის წილხოთ ქვეყანად, ის რომ წმინდა ნინო არის წმინდანი, რომელმაც გააქრისტიანა საქართველოს ჩვენ კი ვისაუბრეთ რომ მანამდეც არსებობდა ქრისტიანობა, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინწაწია და უკვე ეს გახადა უკვე სახელმწიფო დონეზე გახადა ხო ნინოს ასევე ის რომ მაგალითად ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ვიტყოდი ამას მეფე არის თამარ მეფე და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ დღეს ასეთი აზრი აქვს ადამიანებს, არამედ იმიტომ რომ აფხაზეთში ჩახვალ თუ აჭარაში თუ კლარჯეთში თუ კახეთში თუ სადაც გინდა წახვიდე, ყველაფერს ქვია ან თამარის ხიდი, ან თამარის ციხე. თამარის ხიდი, მე-8 საუკუნის თამარის ხიდი გვაქვს აქეთ ალბათ. ხო, აი ჩვენც მე-9 საუკუნის თამარის ხიდი გვაქვს, დანდალოს ხიდი, მე-19 საუკუნეებისა. ხო და ეს მეტყველებს უკვე რამდენად პოპულარული მეფე იყო თამარი და ასევე ის რომ მე-5 საუკუნის უკაცრავად პირველი ქართული ტექსტი ჰაგიოგრაფიული რა თქმა უნდა გვაქვს წმინდა დედოფალ შუშანიკზე, ეს ყველაფერი ჩემთვის არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი იმის დასანახად, რა როლს ანიჭებდა საქართველოს და ქრისტიანული საქართველოს ყოველ შემთხვევაში, აი ქალს ჩვენ ცხოვრებაში და რომ ეს არ იყო დღეს რო გონიათ ხოლმე, აი ხშირად ამბობენ სამწუხაროდ სადღეგრძელოებში შემორჩა მარტო ქალის პატივისცემა და ისეთი სიტყვებით, ასე ვთქვათ, სიტყვების გამოყენება, რომელიც რეალობას არ ასახავს ხოლმე დღეს და მგონია, რომ უფრო მეტად ამ ხრივ ჩვენი ერი უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ აი ესეთი მაგალითები გვაქვს, სადაც ჩვენი ქრისტიანობიდან გამომდინარეც და ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ქალს ასეთი მაღალი და უმნიშვნელოვანესი როლი ქონდა დაკისრებული. ხშირ შემთხვევაში უფრო დიდი, ვიდრე კაცი მე არ მინდა ხოლმე გავყო ეს სქესის მიხედვით რაღაცა ადამიანის როლები, მაგრამ აი ამაზეც თუ შეგიძლიათ რაიმე გითხრათ, იმიტომ რომ ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა რა. უფრო მეც გეტყვით კიდე. საქართველოს მართლაც უცნაური ქვეყანა არის ამ თვალსაზრისით, ახლა კიდევ თანამედროვე ტენდენციები ვთქვათ, ხო, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ამის გადატანა იმ ეპოქაში ძალიან რთულია. ეს არც მიცდია. არა, უბრალოდ ცდილობები არის ხოლმე იგივე შუალიკის წამებას, იქ ბრძოლა, ქალთა უფლებების ბრძოლას წარმოაჩენენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ხო და შუშანიკი აბსოლუტურად სხვაგვარად უდია. რა თქმა უნდა, აბსურდი არის, რა თქმა უნდა და მე არ მომწონს სკოლებშიც კი ასე ისწავლება რაღაცა ქალთა უფლებების კუთხით, აი ჯერ აი მე-5 საუკუნიდან დაიწყეს ქართველმა ქალებმა თუ საქართველოში ქალებმა ქალთა უფლებებზე ბრძოლა. მაგრამ მაყურებელს შევახსენებ, რომ ბოდიში რო ჩაგეჭერით, აქ შუშანიკია ის, ვინც ეუბნება სხვებს, რომ ქალები და კაცები ერთად არ ჭამენო და ანუ შუშანიკი იცავს პირიქით აი ამ წესს, რომლის მიხედვითაც მათ ცალ-ცალკე უნდა მიეღოთ საზრდო. ხო და მან სხვა აზრიდებს, მათ იმიტომ რომ არასდროს არ მომწონს, არასდროს კაი გადაუხევდა მაინც. წარმოიდგინეთ ის სარწმუნება, რაც მიიღო ვარსქენმა, ანუ მას თესტაყვანისმცემლობა, იქ არის მკვეთრი დიფერენციაცია ქალების და კაცების და იქ ქალთა საზოგადოებას არანაირი შანსი არ აქვს, უნდა მაღალ სოციალურ მდგომარეობაში იყოს სტატუსში, ვთქვათ, მეფის ჰარემის ხარჭა იქნება თუ ცოლი იქნება და თუ რომ მეფის გარშემო დამსწრებდნენ ის ქალბატონები საჭმელად. ანუ მაზდიანობა და აღმოსავლური ის ტრადიციული ადაწესები სწორედ ამაზე მეტყოლებენ. ქრისტიანობა პირიქით არის, ანუ პირიქით არ არსებობს დედაკაცობა და მამაკაცობა ქრისტიანში და პირიქით რაღაცნაირი დამაბალანსებელი და თანასწორუფლებიანობის მომხრე არის და პირიქით ეუბნება, რა რეალობად ვარსქენმა მიიღო ის, რომ სადაც მართლა დიფერენციაცია აკვეთრი ქალებსა და შუშანიკი კიდე პირიქით ეუბნება, რომ როგორო კაცო, ანუ აქ უფრო იმას შუშანიკი იმას კი არ ამბობს, რომ ტრადიციას არ ღვევრო ხომ ეუდის ყოფილაო და მე ძალათი ვზივარო, პირიქით ირონია
ირონიით ეუბნება, სატირა იყო, სარკაზმი იყო ვარსკენის, მაგრამ შენ კანონით უნდა მე აქ აღარ დამსვა, იმიტომ რომ შენ ხო ქრისტიანი აღარ ახარ. იმიტომ იმ სარწმუნოებაში ქალი და კაცი არ არის ერთად. აქამდე არასდროს შემიხედავს ამ საკითხვისთვის ასე. ანუ იმიტომაც თუ ამ ფრაზამ თავისთავად ეგრო უთხრას, ხო, ასეთი მრისხანება ატომ გამოიწვია. ანუ სადაც მე ასტამი აიღო და თვალი დაუბუშტა ვარსკენ, ანუ ძალიან გააღიზიანა ამ კარგი არგუმენტია. რატომ გააღიზიანდა? კაი, შეიძლება გაბრაზებულიყო ნათქვამზე, მაგრამ გაცეცხლდა, იმიტომ რომ ხაზი გაუსმა რომ შენ გახდი მასდიანი. იმ ტრადიციის მიხედვით არ ჭამენ ერთად. და შენ ტრადიცია ეგ არის, უდრის ჭამენ აქამდე ქალი და კაცი ერთადო. ანუ და რატომ ხარ ისევ ქრისტიანულ ტრადიციაში, ანუ ერთად ატოს ხედავთ ამ სუფრაზე. ანუ ეს იყო სარკასტულად ნათქვამი. და არა ის რომ ქრისტიანობა გძალავდა ქალის და კაცის ერთად ჭამას. პირიქით ეს კიდევ ეს ამან გააღიზიანა ვარსკენი და გააღიზიანა გააცეცხლა, ხო? მრისხანებაში ჩააგდო ამ ნათქვამმა. თორე ეს ნათქვამი არაფერი სამრისხანო არ არის, თუ ეს მართლა ესე იყო. მე ჩემსაც გეტყვით, აი ძალიან საინტერესო რამ მოვისმინე ახლა თქვენგან, მართლა პირველად შევხედე ამ მონაკვეთს ასე. მე ამას უყურებდი როგორც არა მხოლოდ კი არა როგორც ქრისტიანულ წესს, სადაც დედოფალი ეუბნება ვარსკენს, რომ აი ამ წესს რატო არ ღვევა, არამედ წესს, რომელიც უბრალოდ არსებობდა საზოგადოებაში და რომელიც აუცილებლად ქრისტიანული არ იყო და რომელიც ასევე ჩემთვის არ წარმოადგენდა იმ წესს, რომელიც ასე ვთქვათ, ერთ ან მეორე სქესს ჩაგრავდა. უბრალოდ ეს იყო წესი, რომელსაც თავისი მიზეზები შეიძლება და ქონოდა არსებობის, მაგრამ თქვენ რას თქვით? ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე როგორც გაამყარეთ ეგ აზრი, აი გაცეცხლების მიზეზი რო გახდა, კი რატო უბრალოდ რამე რო ყოფილიყო, მაშინ შეიძლება ითქვა რომ არ შენთან ერთად თქვა საჭმელს კაი ამ სუფრაზე და ამაზე გაბრაზებული იყო, მაგრამ ამან მარტო ეს არ იყო, ეს ქვეტექსტი არ იყო, ეს მარტო ეს მიანიშნა რომ შენ არ ახარ, შენ და იმ ტრადიციას დაიცავი, რასაც როგორც გადახვედი იმ ტრადიციის აღსრულებელი იყავი, ხო? ნუ კაი, გადახვევა იყო და დიახ, საქართველოს სწორედ უცნაური ქვეყანა იმ გაგებით ვამბობ, რომ მართლაც ქალების როლი აი ამ მრავალ ათასწლეულ ისტორიაში არ არის ესეთი დაფარულიც არ არის ერთგვარად და თუ მithumetes შედარებას მოვახდენთ სხვა ქვეყნების ისტორიასთან, იგივე ევროპულ ქვეყნების ისტორიას თქვა, ხო? და იგივე ქრისტიანობაშიც უპრეცედენტო არის. იქნება თქვენ ძანეთ, რომ ნინოს შემთხვევა თქვა მოციქულთა სწორი, ხო? ანუ მისიონერი ქალის ამბავი ну, რამდენიმეა, იშვიათია სამყაროში, ეგეთია სუხუთია შემთხვევა არის, თუ არ ვცდები, და მithumetes მთელი ქვეყნის მომაქცეველი, ну, ერთი ეს არის ნინოს შემთხვევა არის. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო, რომელზეც რატომღაც არ ამახვილებენ ყურადღებას და ახლა ეთერში თქვენთან გავაჟღერე პირველად ამას. ქალების ხარდასაჭერად ესე ვთქვათ, ხო? ქრისტიანობაში არის ჟანრი, ხო? ეგეთი ჰაგიოგრაფია, მარტიროლოგია, აი ჩვენ მე-5 საუკუნის, აგერ შუშანიკის წამებას სწავლობთ, იგივე აბოს წამება იქნება, გრიგოლ ხანძთელის ხვება და ეს მარტო ჩვენ ქართველებმა ხო არ მოვიგონეთ ეს ჟანრი, რა არის სოფლიო ეკლესიის ისტორიის მამათა ცხოვრებები, ყველაფერი იწერება, ეს ყველაფერი მერგესტიმ მეტაფასმა ეს ცალკე რედაქტირება მომახდინა. მოკლედ ამ ნაწარმოებებს, ამ ჟანრის თითოეულ ნაწარმოებს თავისი ავტორი ყავს. და რომელი სქესის ავტორები არიან ხო ვერ მეთქვით შემთხვევით ამ ჟანრის ავტორები, რომელი უნდა ყოფილიყვნენ, ან რომელი შეიძლება იყვნენ. ვინ წერენ ამ იაკობ ცურტაველი ვიცით რომ მამაკაცია. აბოსწამების ავტორიც კაცი არის. გრიგოლ ხანძთელის ყველა კაცი არის. არა მარტო აქ ჩვენში, მსოფლიოში მერწმუნეთ, ყველგან არიან მამაკაცები. იმიტომ რომ სასულიერო პირი წერს ძირითადში ამას ამ ისტორიას და ნუ წელეკითხვაც მანიცის შესაბამისად და ის აღწერს და ის ინახავს და გადამწერიც ასეთია და მოკლედ სოფლიოში რაც კი ამ ჟანრში დაიწერა და შეიქმნა და აქამდე მოაღწია დედამიწაზე ქრისტიანობის ისტორიაში ყველა მე ვეძებე სპეციალურად ამის ცდილობა მქონდა ამდენად მოვიცავი მთელი ეს, მაგრამ ნუ რაც მოვიცავი, მე სხვაგვარი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, რომ თქვათ ქალი ყოფილიყო სადმე წმინდანის ცხოვრების ავტორი. ქალი რო ყოფილი. ჩვენ გვაქვს შემთხვევა საქართველოში, რომელიც არათუ ერთი, არამედ ორი ქალი არის ავტორი. წარმოიდგინეთ ნინოს ცხოვრების.
ეს არის სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიერი, რომელმაც აღწერეს ნინოს ცხოვრება. ანუ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, არა თუ საქართველოს ისტორიის და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, არამედ სოფლიო ეკლესიის, ქრისტიანობის ისტორიაში არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომ ქალები აღწერენ წმინდანის ცხოვრებას. ეგეთი შემთხვევა სხვაგან არ ფიქსირდება. და თუ ვინმე ნახავთ, რა ვიცი, მე ვერ ვნახე ესეთი რაღაცა, სპეციალურად ვეძებე და ვერ ვნახე. და არც არის ეგეთი პრეცედენტი კიდევ. ჩემს ჩანთაში, სადაც ვალაგებ იმ ამბებს, რითაც უნდა ვამაყობდეთ, ეს ამბავი ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ძალიან კარგი. იცით რა, ეს კი ვიცოდი მართალია, ეხლა აღარ მახსოვდა უბრალოდ, მაგრამ არ გამიაზრებია რომ ასია რა საქმე. რა თქმა უნდა, ცნობილი ინფორმაცია, მაგრამ ამ კუთხით უნდა შეხედო. ანუ რამდენად საინტერესო არის ტვინი როგორ მოქმედებს რომ ვერ მივიდოდი ახლა ამამდე, არ ვიცი შეიძლება უდეს მე რაღაც თუ დავიწყებდი ფიქს, მაგრამ არა და თვალწინ გვედო და ესე ამ მიმართულებით და ამ ხრივ არ შემიხედი ამ კალების ბლებები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. კი ბატონო. იგივე აი თუნდაც ზეინას რო შევხედოთ, ხო, ანუ ქართულ ენაში არის დედ-მამა, და-ძმა, სხვა ენებში პირიქით არის ძმა და მამა, დედა, რაც ესეთი მიმართება არის და ჩვენთან წინ არის გადმოცემული ყოველთვის. არ ჩაგრავდით მაინდა-მაინც ახლა ქალებს, მაინდა-მაინც. ჩვენ ქართველი ქალები ყოველთვის ძლიერები იყვნენ და დღესაც ამტკიცებენ 90-იანებიდანაც განსაკუთრებით დღემდე ამტკიცებენ რომ ძალიან ძლიერები არიან და ფაქტობრივად ქალებმა გადაარჩინეს პირდაპირ გაგებით და ახლაც ამ სამსახურში არიან თავთუნდაც ემიგრაციის თვალსაზრისით თავიანთი ოჯახები, მამაკაცები მათ შორის. მათ შორის მე ვფიქრობ აი ძნელბედობის გვიან შუა საუკუნეებშიც ქალებმა გადაარჩინეს დიდწილად ქართული იდენტობა და რა მახსენდება ხოლმე აი თუნდაც ის მისიონერები და ვაჭრები რომლებიც შემოდიოდნენ და აღწერდნენ აქაურ სიტუაციას აღნიშნავდნენ არ მახსოვს ახლა ზუსტად სად რომელ ტექსტში ვნახე მაგრამ ის რომ ქართველ ქალებს განსაკუთრებით სულდათ არაქართველი ამ შემთხვევაში ძირითადად მუსლიმი სპარსელები და ოტომანები. ეს სიძულვილი ოღონდ აქ რაღაც ისე არ უნდა გავიგოთ. თავდაცვითი მექანიზმი. ეს თავდაცვითი მექანიზმია, რომელმაც ჩემი აზრით ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენი იდენტობა შენახულიყო კი და თან ევოლუციურად ვიცით, რომ ახლა ქალები არიან ისინი, ვინც წყვეტენ როგორი იქნება მომავალი კაცობრიობისაც. ასე თუ მივუდგები. მომდენო კითხვაზე გადავალ, ნუ ვისარგებლებ იმ შემთხვევით, რომ ამ შემთხვევაში სტუმრად გვყავს ერთი მხრივ თეოლოგიის დოქტორი და მეორე მხრივ ასევე ისტორიკოსი ადამიანი და მინდა შევეხო ერთ კონკრეტულ წყაროს ქართული ისტორიოგრაფიის, ეს არის ჟან თახწერელის სასლოვანი მატიანე. ამ წყაროზე რაც მე მომისმენია მაგალითად ისტორიკოსების მხრიდან არის ის, რომ საკმაოდ უნდობლად ეკიდებიან, ხოლო რაც შეეხება მეორე მხრივ საღვთისმეტყველო შეხედულებებსაც, ხო, აქ უკვე ორ ნაწილად იყოფა. მე მაგალითად მსმენია შეხედულებები, რომ ზოგადად საქართველოს ისტორია ამგვარ პრიზმაში არის განსახილველი, როგორც არის ეს მოცემული ასლოვან მატიანეში, მაგრამ სულ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ საღვთისმეტყველო ლექციას უსმინე, სადაც იქ ერთ-ერთ მაგალითად იყო დასახელებული, რომ აი ერში იქმნებოდა ისეთი ნაშრომები, რომელიც ცდილობდა, რომ ყოფილიყო რაღაც საღვთისმეტყველო ტექსტი, მაგრამ რეალურად ქრისტიანული ღვთისმეტყველებიდან, ასე ვთქვათ, არ შეესაბამებოდა. კონკრეტული მაგალითი დაასახელა, ვთქვათ. კონკრეტულად იყო დასახელებული ზუსტად ეს ასლოვანი მატიანე, სადაც აქ რო აქცენტი არის გაკეთებული სასჯელის ღვთისმეტყველებაზე, რომ სიტყვაზე იგივე აი მაგალითად მე რაც მომხვდა თვალში ეს წყარო რომ წავიკითხე პირველად, იქ იყო ასეთი რამ, რომ ქრისტე ეცხადება ჩინგის-ხანს იმისთვის, რომ მან დასაჯოს დასავლეთში ქრისტიანები. და აი ამის შემდგომ იწყება მისი ლაშქრობები. კი ბატონო, ეს ჟამთახწერელის მე ასლოვანი მატიანე როგორც არის, ხო? ბევრი თვალსაზრისით შეიძლება შეაფასო, თქვა, მისი ინფორმაცია რაც არის, ხა სანდოობა, არასანდოობა, თქვა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბნელ საუკუნეში, თქვა, ერთადერთი ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, რითაც ვგებულობთ რაღაც მოვლენებს. კი, შეიძლება თანამედროვე ისტორიკოსებს არ მოწონთ საღვთისმეტყველო ანალიზი ამ მატიანის ავტორისა, თქვა, ანუ მიზეზშედეგობრიობა მოვლენები, ანუ ის ცდილობს, ხო, ეს ავტორი, ანუ ახსნას, რატო დაემართა ამ ხელა უბედურებები, ამდენი უბედურება ამ ჩვენ ქვეყანას, ხო?
დახსნის სწორედ ბიბლიური ვერსიით, მოდი ესე ვთქვა. იმიტომ რომ სწორედ ებრაელი ხალხის ისტორია სწორედ ანალოგიურად არის, როგორც ესე იგი თუ იყვნენ ღმერთთან, ეს ღმერთი მათთან იყო და შესაბამისად გამარჯვებულები იყვნენ, როგორც კი გადაუხვევდნენ ღვთის გზას და ცოდვებში ხდებოდა მათი ჩანთქმა, ის დამპყრობლები ახერხებდნენ, ესე იგი მათ დასჯას. ნუ გასაგებია ეს ბიბლიური ვერსია, დამსჯელი ღმერთის თემა, ეს აზროვნება, ყველაფერი გასაგებია, ადგილზე არის. ანუ ეს არის, ნუ თუ შეხედავთ მას როგორც ნაწარმოებს, ანუ ლიტერატურულ ნაწარმოებს და არის კიდეც ნარატივია ჩვეულებრივი წყარო არის, ხო? გაჟღენთილი არის ძველაღთქმისეული თეოლოგიური ნარატივი და არაფერი მან არც უცნაური არ არის და გასაგებს ხდის ავტორის დამოკიდებულებას. სხვა საკითხი არის, ახლა კი ბატონო, ისტორიული რეალობით ახლა ისტორიკოსი რო კვლევარი რო კითხულობს ამას, ახლა რა თქმა უნდა, ჩინგის-ხანს ქრისტე გამოეცხადა ეს რომ ინფორმაცია სანდო წყაროდ არ ჩათვლის, გასაგებია ამას. ახლა რა თქმა ამას ლაპარაკი ახლა, ხო? მაგრამ რო წამოვიდნენ აქეთ მონღოლები და მოვიდნენ, ეს ხო ფაქტი არის, არა? ანუ იქაც უნდა განასხვაო, ანუ როგორ უყურებ და რა ტექსტი გიჭირავს ხელში და როგორ კითხულობ, არა? თავის მხრივ კიდევ ვიმეორებ, ეს არის ძველაღთქმისეული, ესე ვთქვათ, გოდება იმ რეალობაზე, ახალ ისრაელზე, ამ შემთხვევაში საქართველოზე, ვთქვათ, რაც დაემართა, რომ ღმერთს განუდგნენ და აი ამის გამო ისჯებიან ცოდვების გამო, არა? ეს ნათელს ფენს უკვე იმ ავტორის ღირებულებით სისტემას, აზროვნებით სისტემას, მწამს და მოვლენებზე მისეულ ხედვას ბოლო-ბოლო. თორე იქ ხო ფაქტები ესე იყო თუ ასე არ იყო, ამაზე ხო არ არის საუბარი, არა? თორე ფაქტები ხა ნებისმიერი წყარო არის ტენდენციური, ნებისმიერი წყარო, რაც არ უნდა ცარიელი იყოს და დაცლილი იყოს თეოლოგიური წიაღსვლებისგან. ნებისმიერი წყარო არის ესეთი, რომ ვინც წერს ის ხო ადამიანის სუბიექტურია და შეუძლებელია, რომ მისი ხედვა არ იყოს ტენდენციური. ხო, გასაგებია ეს. ამიტომაც ჭირდება კრიტიკული შესწავლა წყაროების, გვერდის სხვა წყაროების ნახვა იგივე მოვლენებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თავისთავად მართლაც ღირებული წყარო არის, თუ სხვა ინფორმაცია ამ პერიოდზე ჩვენ მართლაც არ აქვს რეალურად. გარდა სხვა უცხოური წყაროებიდან რაღაც 1-2, რომელიც ნუ ეს მარტო ისო ყოფილიყო, ეს არაფერი არ იქნებოდა რა. ესეც არის პრობლემა. ამიტომ მე როგორ უყურებ ამ წყაროს, კარგად უყურებ და ძალიან საინტერესო ეპოქის სულს გადმოსცემს. ანუ ერთის მხრივ როგორ უყურებ სასულიერო, ნუ ალბათ სასულიერო პირი, სავარაუდოდ, ხო? ამ მოვლენებს და მეორეს მხრივ თვითონ ფაქტებს როგორ ხდება და ამ ფაქტების ანალიზი როგორ ხდება, მე ამ აღქმა როგორ ხდება რა ამ ყველაფრისა რა. ხო, ნუ ეხლა ის რომ ქართველები ცოტა მოეშვნენ და მიყვეს ხელი გართობას და ლაღ ცხოვრებას, ეხლა მაგას თქვა არ უნდა ოქროს საუკუნეში მოსულაო ესეთი რაღაცეებიო, მაგრამ ხო, ნუ კიდე სხვა რაღაცეებიც არის, ხო, ხა ჩვენთვის ცნობილია თუ როგორ ერთობოდნენ და რა საკეთებდნენ და აი ამაზე მინდა აღვნიშნო, რომ აი იყო ხოლმე რომ ზოგჯერ არ ესმოდათ და არც ესმით ხოლმე ეს მათ შორის მემატიანეში მოყვანილი აი ეს მოსაზრება, რომ ჩვენ ვიყავით ცოდვილები და ამიტომ დაგვატყდა ეს ყველაფერი თავს და თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ ახლა რას თქვით და მეც ძალიან მომწონს ესეთი მიდგომა, იმიტომ რომ ეს არის გამოხატულება, ასე ვთქვათ, სარწმუნოების მხრივ პრობლემის, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის შენი თავის დადანაშაულება, რაც ყველაზე სწორია, ანუ რაც კი ხდება შენს გარშემო, აქ არ უნდა ეძებო სხვა დამნაშავეთ, ანუ შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ არ იყავი სათანადოდ სწორად მაცხოვრებელი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, აი თქვენ რას თქვით, რომ რაც ჭირდათ, არ ვიცი, მოეშვნენ ქართველები, აღარ იყვნენ სათანადოდ წინდახედულები, აღარ დგამდნენ სწორ ნაბიჯებს და ასე შემდეგ, ანუ აი ამ აზრში, რომ ჩვენი ცოდვების გამო ვისჯებით და ეს რო გადმოტანილია ხოლმე მატიანეში და ჟამთა აღწერილში და ასე შემდეგ, ეს ჩემთვის ძალიან სწორი შეფასება არის, თუნდაც საერო თვალსაზრისით რო შევხედოთ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვიქცეოდით. რაღაც ქონდა გამოსასწორებელი, რომლის არ გამოსწორებასაც აუცილებლად ადრე თუ გვიან მიყავხარ ცუდ შედეგებამდე. ამის აღნიშნა მინდოდა. აი, ოღონდ, აი იცი როგორი თემა არის, მე ხაზი გავუსვრო, ძველაღთმისეული განმარტება და ხედვა არის, მაგრამ უყურეთ, ახლა ერთი და იგივე ღმერთია, ხო, ძველსა და ახალ აღთქმაში, ხო, ხა ცხადია. ანუ სწორედ ახალ აღთქმისეული ხედვა იგივე მოვლენებზე, ეგ არის სწორედ, რომ მართლა ღმერთი კი არა გსჯის რაღაცა მათრახით და თემურლენგს თუ ჩინგის-ხანს ეცხადება და მიდი ახლა დასაჯეს ხალხი გამაბრაზესო. ანუ ასე არავინ ნუ წარმოიდგინეთ, რომ
ქრისტიანებს აი ეგეთი რაღაცეების გვჯერა ჩვენ, ეგეთის არ გვჯერა. მაგრამ ჩვენ რიცის გვჯერა, ეს არის რომ ადამიანი საკუთარი თავისუფალი არჩევანი თუ განუდგება ღმერთს და განდგომა ღმერთისა მიმართ არის რომ შენ მარტო შენ ინტერესებში და შენს სურვილების დაკმაყოფილებაზე და ამაზე რო ორიენტირებული იქნები, ცხადია ობიექტურად მე ეს გამოიწვევს ანუ მიზეშედეგობრივიდან გამომდინარე გამოიწვევს ცუდ შედეგებს ისმი. ეხლა გრავიტაციის ძალა არსებობს ცხადია და ეხლა მე რომ თქვა რომ ჩემი თავისუფალი ნებით უგულებელ ყოფ გრავიტაციის ძალას და მოკლეზე გადავიდე ფანჯრიდან თქვა ხო შესაბამისი შედეგები დამემართება ხო ეხლა მეორე სართულია და ფეხი მომწყდება ან თუ დავარწყვი მოკვდები მაგრამ ის რო თქვა რომ ღმერთმა დამსაჯა რახანმე დავარღვიე გრავიტაციის კანონია რა ეს ხო არასწორი იქნება მე ღმერთმა კი არ დამსაჯა არამედ ჩემმა არასწორმა არჩევანმა დამსაჯა ხო ამ შემთხვევაში ხო ისევე როგორც ბუნების კანონები არსებობს ისე არსებობს სულიერი კანონები და ამ სულიერი კანონების დარღვევა იქ მართლა ნუ წარმოვიდგენთ რომ ღმერთი ზის მათრახით რაღაცა ცაში და აი რომ დაარღვე ავა ეხა ერთი 10 წკეპლა უნდა მოგარტყა ეგრე არ არის ჩემი ანუ ისევე გრავიტაცია ხა ძალიან პრიმიტიული შედარებაა მაგრამ ესეთი ეფექტური არის მეგონი ხო მე თუ დავარღვე იგივე სულიერი კანონები ეს ღმერთი კი არ დამშის ჩემი ეს არჩევანი მიმიყვანს დაღუპვის გზამდე და სწორედ იმ დროინდელი ოქროს ხანის ქართველთა იგივე სხვა ისტორიკოსების და სხვა როგორ იქცეოდნენ ასაკეთებდნენ რა ინტერესები ჰქონდათ ხო როგორ ვერ თვლიდნენ ანუ ეს არასწორი ცხოვრების წესი ზოგადად იგივე სამეფო ოჯახის ცხოვრების წესი იქნება თუ რა ვიცი იგივე სხვა ფენების საზოგადოების ფენების არასწორი ის იწევს რომ ვეღარ აფასებ ობიექტურად შენ რეალობას ხო ვეღარ აფასებ საფრთხეებს და სწორედ ეგ დაემართა საქართველოს სამეფოს იმ რომ ვეღარ შეაფასებს ეხლაც ჩემი აზრით დიდი ხანია უკვე და გამოსასწორებელი გვაქვს მე ვფიქრობ ეხლაც იმიტომ რომ ეხლაც გეთახმები როცა ადამიანი ასეთ ამაში არის ინტერესებშია და მარტო ფიქრობს რომ რა იშოვოს როგორ გამდიდრეს როგორ დახარჯოს როგორ გაერთოს როგორ ისიამოვნოს მარტო ამაზე რო არის ის უკვე ცხოვრებისეულ საფრთხეებს და რისკებს უკვე ვეღარ აფასებს ობიექტურად აი ეს დაემართა ჩვენს სახელმწიფოს იმ პერიოდში სწორედ და გამოქცეულმა მონღოლებს გამოქცეულმა ადამიანმაც კი დაგვიპყრო და გაგვანადგურა ფაქტობრივად. მე უკვე მონღოლებისთვის უსუსური გავხდით ჩვენ უკვე. კრიზისის ომის ამბავი განმეორდა ფაქტობრივად, ისეთი ომი გადავიტანეთ, რომელმაც მერე დაგვტოვა აბსოლუტურად მოწყვლადი მონღოლების წინააღმდეგ. რა მონღოლების თან მით უმეტეს ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს. ამ დროს ქალაქი ორჯერ, დედაქალაქი უკვე ორჯერ ჰქონდა გადაწული იმის გამო, რომ მანამდე შესაბამისად ვერ მოვიქეცით კი. იმიტომ რომ უკვე უნარო ხარ უკვე ამ ყველაფრისგან უკვე დაჩლუნგებული ხარ და ეხლა ღმერთის საჯელი სწორედ ეგ არის ადამიანს გონებას ართმევს აი თუ საჯელი ეგ არის ყველაზე მეტად რა გონების ართმევა არის რომ ვეღარ ხარ კრიტიკულად მოაზროვნე ანალიტიკური აზროვნება აღარა გაქვს ვეღარ აფასებს შესაბამის საფრთხეებს ვეღარ ზომავ ვეღარ წონავ ვეღარ მოქმედებ უკვე აი ამ სიტუაციაში დარწმუნებული ხარ საკუთარ ძლიერებაში, ამპარტავანი ხარ. ეს ყველაფერი არის ის მოქმედებები, რაც დაემართა იმ მომენტში ჩვენს სახელმწიფოს. სამწუხაროდ. აბსოლუტურად სამწუხაროდ. მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ სამომავლოდ. ჩემ ბოლო კითხვა ცოტა ესეთი ფილოსოფიური იქნება. და ნუ გავამყარებ ამას ასე ვთქვათ რაღაც პატარა ისტორიული კონტექსტითაც. ანუ კითხვა არის ესეთი, შეიძლება თუ არა რომ ზოგადად ერს ან რაიმე დიდ საზოგადოებას ეწოდოს ქრისტიანი. და ეხლა რაზე მაქვს, ანუ რა ისტორიული ფაქტზე მაქვს საუბარი. მაგალითად, იგივე თუნდაც ათეიზმი საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში შემოდის სადღაც მე-19 საუკუნიდან, ხო? მანამდე ნუ ფაქტიურად ყველა ადამიანი ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენელი იყო. მით უმეტეს საქართველოში დომინანტი ყოველთვის იყო ქრისტიანობა. მაგრამ საქართველოში ჩვენ გვაქვს რაღაც ისეთი პერიოდები, როდესაც მთლიანად საზოგადოება ექცევა რაღაც ისეთი ქმედების ჭაობში ვარდება, ასე ვთქვათ, რაც სრულად მიუღებელია თუნდაც ქრისტიანობისთვის. და ნუ ეს ფაქტი არის მაგალითად ტყვეთას ყიდვა. რომელიც ფაქტურად ერთ-ერთი მთავარი ბიზნესი იყო იმ დროინდელ საქართველოში. და შესაბამისად აი ჩემი აზრით შეიძლება ერს ან საზოგადოებას ეწოდოს ქრისტიანული კულტურის მატარებელი, მაგრამ უშუალოდ ქრისტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ცალკეული პიროვნებები და თუ კი ამ პიროვნებების სიმრავლე არის ამ საზოგადოებაში, მაშინ ეს საზოგადოება უფრო მეტად ჯანსაღია.
აი თქვენი დამოკიდებულება ცოტა გაუგებარი კითხვა შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება როგორ არის ამ საკითხთან მიმართებაში? ხა ჩემი დამოკიდებულება ხა ქრისტიანი ერი უფრო მე მგონი პირობითი კი არა და ესეთი ფიგურალური ნათქვამი არის ვიდრე რეალობა. ხა შეუძლებელია ხა რომ სახელმწიფო ან ეთნოსი რომელიმე იყოს ყველა თუნდაც ნომინალურად კი არა და მონათლული და ქრისტიანი, მაგრამ ხა მონათლა არ ნიშნავს რომ ქრისტიანი ხარ კიდე ხა შეუძლებელია მოკლედ. შეიძლება ვილაპარაკოთ ქრისტიანული კულტურის მომცველი და მატარებელი არის არეალში დაბადებული. ისტორიულად ქრისტიანი ერი იწოდებოდა, საზეპურო ერათაც იწოდებოდა, თქვა, ტერმინები ბევრი არის, თქვა, ღვთისმშეული ხალხი, თქვა და მოკლედ ეს წილხვედრი ხალხი, ეს ყველაფერი ტერმინები არის, რომელსაც თავისი კონკრეტული შინაარსი და კონკრეტულ ნათქვამი არის მიმართული ვისკენაც ეს ფრაზები, ამგვარი ფრაზები იყო მიმართული, მაგრამ ზოგადად, ბუკვალურად რო ვთქვა, ეხლა როგორ შეიძლება იყოს ერი 100%-იანი ქრისტიანი. ეს არ ყოფილა არც ერთ ეპოქაში ჩვენი არსებობის, ჩვენში ქრისტიანობის არსებობის. სახელმწიფო რელიგიიდან მოყოლებული 100%-იანი ყველა ვერ იქნებოდა ქრისტიანი, ხო, ხა ბუნებრივია, ხო? თუნდაც ქართველი ყველა ქრისტიანი ვერ იქნებოდა. არც არის დღესაც, არც არიან და ეს უფრო სიმბოლური ნათქვამი არის, მოდი ესე ვთქვა. რაც შეეხება ცოდვებს, და განსაკუთრებით იმ ძიმე ცოდვებს, რომელიც ჩვენ ისტორიაში სამწუხარო შავი ლაქა არის, იგივე ტყვეთა სყიდვა რა. მე ესე ვიტყოდი, გასაგებია რომ ეს ქრისტიანობის დეგრადირების ხანაში ხდება და ამას ობიექტური, სუბიექტური მიზეზები არის ისლამური ალყა და ჩვენში ჩადებული ამ პარტავნება არა მარტო სყიდვა არის, არამედ ერთმანეთს ებძვიან, ხო, ეს სამეფო სამთავროები და ერთმანეთს ხოცავენ და ანადგურებენ და მე ყიდიან და მოკლედ ეს შავი ლაქა არის ჩვენი ისტორიაში, მაგრამ ბაიდაბაის ტყვეთა სყიდვაზე რა ხა გამახვილეთ, ყურადღება მე ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ სამწუხაროდ ეს არ იყო მარტო მე-18 საუკუნის პრობლემა, ტყვეთა სყიდვა და ეს პრობლემა არის სულ ახალი. აი თანამედროვე რეალობა არის. მე არ თქვენ საქმის კურსში ხარ თუ არა, ეს ვეძებ რომ არის მუსერიძე და თელის რამდენი რაღაცა არის. აი ვიცი 100,000-ობით ბავშვების გაყიდვა ცავან სამშობლოებიდან ეს რითი განსხვავდება და რა არის განსხვავება იმ სტამბულში გაყიდვისა თუ თქვათ ადგილზე ვაჭრობის თემაში. სხვაობა რა არის, ხო? არაფერი სხვაობა არ არის. ამდენი დედაა გამწარებული, ამდენი რა ვიცი, ეს ბიზნესად ქცეული, აქაც ხო არ იყო პრობლემა, რომ ფულის შიმშილი და იქ მაინც კიდე გაამართლებო, ჩაკეტილი იყო და პორის ფული და არანაირი საშუალება არ ქონდა სახსარი, თქვათ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში არსებულ სახელმწიფოებს, ხო, რომ რაღაცა კი გამართლება არ არის, მაგრამ კიდე რაღაცას იტყვის, ახსნა რომ აი ამის გამო აკეთებდნენ და ხდებოდა ეს. კი, ფუფუნების აღებას ყიდლებდნენ თავრები და რაღაცეები, ამის ფულზე თქვა ფარჩებს და რაღაცებს, მაგრამ იგივე დედა რო ყიდდა შვილს, იმას სხვა შვილების შესანახი ყავდა კიდე და იმიტომ თქვა კიდე. მაგრამ აი ეს რაც ხდებოდა ჩვენს თვალწინ ამდენიმე 10 წლის წინ და 10 წლის წინ თუ რა ვიცი ეს რაც ხდებოდა და რაც ხდება ხო ეს ხო მითოსი არ არის ეს ხო 300-400 წლის წინანდელი ისტორიები აი ახლა ხდება ჩვენი თანამედროვეები არიან და რა ვიცი შეიძლება ძმა მყავს მე გაყიდული და არც ვიცი ახლა და დამყავს აი რა ვიცი ხო ეს ხო ჩვენი თანამედროვე და თანამემამულეები არიან ხო ეს ხალხი ხო და აი ამ ხალხს გვინდა ჩვენ რომ რაღაცა ნორმალური საზოგადოება შექმნათ და ქრისტიანული ერი ვიყო. ეს ჩვენ ვართ ეს ხალხი ის და არ დაგავიწყეთ რომ ჩვენ ის ხალხი ვართ აი ვინც გაყიდა სტამბულში და სხვაგან ის ხალხი ვინც დარჩა იმათი შთამომავლებები ვართ ზუსტად. ეგეც არ დაგავიწყდეს რა. აი ეგ არის მთელი ტრაგედია. ჩვენზე არის ეგ ხო და ამიტომ ახლა ამიტომ კი გვინდა და გვესმის რა არის კარგი და რა არის ცუდი, მაგრამ აი ამ რეალობაში ვცხოვრობ სამწუხაროდ რა. აი ეს რეალობაა, რომელიც არ არის აი რეალობაა, თქმა უნდა. სამწუხაროდ. კი. კარგი შედარება იყო ძალიან, იმიტომ რომ
მეც გამჩენია ეგ შეგრძნება, რომ ზუსტად ისეთივე პარალელი არსებობს. ახლა ალბათ მაგ ადამიანებს რომ მისცემოდათ საშუალება, რომ უფრო გაეფართოვებინათ ეს საქმიანობა, დარწმუნებული ვარ, უფრო გაფართოვდებოდა კიდესა. საზღვარითაც კიდე რა პრობლემა არის. საზღვარი არ ექნებოდა მაგრამ. ჭეშმარიტად იმათი შვილი მემკვიდრეები არიან, ვინც დარჩა აქა და გაყიდა ნახევარი საქართველოს. კარგია რომ აღვნიშნეთ, იმიტომ რომ მართლა ჩვენს სარკეში თუ არ ჩავიხედეთ, ისე შეუძლებელია და არის რეალობა არის და რა ვიცი, ხლა კიდე მოვფო, აი ამ ხალხის და ამ ჩვენი აი ეს თანამედროვეები ვართ ხო ეს ყველანი და ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ კარგი სახელმწიფო რა, აი რა ვიცი, როგორ ავაშენებთ, რა ვიცი. მამო, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ეს კითხვა მინდა რომ ხშირად დაუსვათ ხოლმე ჩვენ სტუმრებსაც და ყველას ვისაც შევხვდებით. თქვენთვის რა არის ის სახელმწიფო, ის საქართველო, რომელიც გინდათ რომ ავაშენოთ, ან რომლისკენაც გინდათ რომ ჩვენი ქვეყანა მიდიოდეს, შეიძლება სრულად ვერ განხორციელდეს სრულყოფილად რასაკვირველია, მაგრამ რა არის თქვენი იდეალი ამ შემთხვევაში, საიდანაც გვინდა რომ მივდიოდეთ. მესმის რომ ესე შეიძლება არ გქონოდათ ჩამოყალიბებული, მაგრამ რაღაც აზრები დარწმუნებული ვარ გექნებათ. მინდა რომ აი ეს აზრები შევაგროვოთ და მივხვდეთ საერთო რა არის ყოველ შემთხვევაში და მათ შორის შეიძლება განსხვავებებზეც დავფიქრდეთ. ისეთ რა, ხა მე შემილია გითხრათ რაღაცა სქემატურად, რომ აი ესეთი იყოს, ესეთი ეკონომიკური, პოლიტიკური უფლებები, ყველაფერი. ძალიან ზოგადად გითხარით. ხო, არა, ეს შემიძლია მეთქვა მეთქი ესე და ამით ესე იგი ამ კითხვისგან გამომძვრალიყავი ესე ვთქვათ პასუხისთვის, მაგრამ ჩემთვის როგორც სასულიერო პირისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ საზოგადოება არ დაუბრუნდება ქრისტიანულ საწყისებს. ანუ ეს რას ნიშნავს თავის მხრივ, ხო, უყურეთ, თუ კი ჩვენ ერთმანეთს არ გავიცნობთ, თუ კი ჩვენ ერთმანეთს არ გავითვალისწინებთ. რაც არის სიყვარული, ქრისტიანი ბაგიბად გიყვარდეთ, ხო, ეს სიყვარული ეს არის და არა ემოცია, გრძნობები ვიღაცის მიმართ, ამაზე არ ლაპარაკი, რომ შენ გაითვალისწინო მეორე ადამიანი, აი ეგ არის. ხო, სიყვარული. თუ ამას არ ვისწავლით, არ და ვერ ვისწავლით, არა, მაშინ ჩვენ შეიძლება იდეალური პოლიტიკურ, ეკონომიკური წყობის სახელმწიფოებრიობა ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ ჩვენ დაკარგულები ვიქნებით, როგორც ერთმანეთისათვის, როგორც იდენტობა ქართველისთვის და ვიქნებით რაღაცა ქვეყნის ამორფული შვილები, ადამიანები. დაკარგული ვიქნებით ქრისტესთვისაც, ერთმანეთისთვისაც და რა ვიცი, სამყაროსთვისაც, არ ვიცი კი ბატონო, მაგრამ მე მინდა რომ ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ. ისეთი სახელმწიფო მინდა რომ გქონდეს რა. დღესაც უყურებთ და თქვენ ნუგონიათ რომ ეხლა ვიტყვი დღეს პოლარიზაცია და დღეს კი არა 1000 წლეულები ამ დღეში ვართ, რას ლაპარაკობთ რა. ეს დღევანდელია, არა, იმათი შვილები ვართ დღეს და ეგრე ხდება ყველაფერი. არაფერი ახალი არ ხდება რა. რას ლაპარაკობ? დავით გურამიშვილი ხო? კახელების დაღმახმაო თუ ფარცხეს ქართველებმა ლექსებს ვიმახსოვრებ, ბოდიშ მომიხდი ამაზე, მაგრამ შინაარსი ხო ესე არის ხო? ეხლა ეს არის ხო? აი ამ დღეში, აი ამ პოლარიზაციაში ვიყავით სულ და ამ ისტორიის ამ ფოლიანტებში და 1000 წლეულებში რა, ერთეული შემთხვევები არის. როდესაც ჩვენ კი არ მოვგებულ ვართ გონზე, არამედ ვიღაცა გამოჩნდებოდა ისეთი, რომ აი რაღაცნაირად გაერთიანებდა. ხო, ამოსუნ თქვის საშუალებას, თორე დაუკვირდით, სულ ერთმანეთის ჭამაში ვიყავით, ხო და აი ჩემი ოცნება დავარქვათ, თუ ჩემი ესეთი ფიქრი ამაზე არა სახელმწიფოებრივი მოწყობა, ეკონომიკური ბალანსი თუ პროგრესი თუ რა ვიცი, თუ წინსვლა თუ ასე შემდეგ თუ რაღაცა ასე შემდეგ როგორც იზომება ეს ყველაფერი თქვა, ხო, წამატებული სახელმწიფოსია. ეგ რა თქმა უნდა მინდა ეგეც რო იყოს, მაგრამ თავარი კიდევ თუ ერთმანეთი დავკარგეთ, ხო, აი მაშინ რა ვიცი ქართველისთვის თუ ადგილი აღარ არის საქართველოში, აღარ იქნება და აღარ იქნება, იმიტომ რომ მეორე ქართველს გაექცა ბოლო თქვა, ხო? ან დანახვა არ უნდა ერთმანეთის, ხო? მოკლედ იმის მამინდა რომ რა ვიცი, ამდენად ეს მე წარმომიდგენ მე უფრო მალე წარმომიდგენია რომ ეს ქვეყანა მაგარი ქვეყანა დადგეს, თქვა ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ვიდრე ეს რაც მე ვთქვი, რაც მინდა ეს განხორციელდეს რა. სამწუხაროდ ეს არის რა.
შეიძლება აქ უმაგრესი რაღაცა ქვეყანა მივიღოთ მოცემულობით, თქვათ, მაგრამ აი ქართველი ჭამა რო გადაეჩვიოს, ხო? აი ეს სამწუხაროდ ახლა ისტორიული ტრადიციაა ეგეც ჩვენი, ხო? ეგეც საინტერესოა აქამდე როგორ მოვედით და ჩემი ოცნება ეგ არის, რომ მოსმენა ერთმანეთის იქნებ შევძლოთ როგორმე რა. გაგება უკვე მეორე ეტაპი არის. ჯერ მოსმენა. ხშირად რომ ამბობენ ხოლმე, დიდი მადლობა ამ პასუხისთვის, იმიტომ რომ მე ზუსტად მე მინდოდა რომ რაღაც მსგავსი მოგვესმინა და არა ის როგორი წყობა უნდა გქონდეს ეკონომიკური და ასე შემდეგ და დავამატებ თქვენს ნათქვამს, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი გავერთიანდეთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გაერთიანება ყველაზე კარგია, მაგრამ მანამდე შემოვთით თავის თავთაფიქრობენ გაერთიანება. ეს ერთი და სანამ გავერთიანდებით, მანამ უნდა ვითანამშრომლოთ და რომ ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს უნდა მოусმინოთ, თქვენ რას თქვით. რაც არ უნდა განზე გამდგარი იყოს ჩვენგან, ან ჩვენ ვიყოთ სხვა ქართველისგან განზე გამდგარი, ანუ სხვადასხვა მხარეს ვიდგეთ, რთულია ემოციურადად, თან მით უმეტეს ქართველები ვართ, ძალიან ემოციური ხალხი ვართ, უცებ ავენთებით ხოლმე, ყველა ამაზე ამბობს, ჩვენც კარგად გვაქვს ჩვენი თავის შესწავლილი, მაგრამ ვეცადოთ, რომ ერთმანეთს მოусმინოთ, რაც არ უნდა საწინააღმდეგო აზრი იყოს. უბრალოდ მოусმინოთ, არ დავეთანხმოთ, მაგრამ მოусმინოთ და ესე დავიწყოთ ერთმანეთთან მერე თანამშრომლობას და ბოლოს გაერთიანებას, რომ შევდგეთ ერი, რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებს და იქნება ისე, როგორც მამაო ბრძანა. და ეგ არის ქრისტიანობაც, რომ ადამიანს მოусმენ და ეცდები, რომ მისი მდგომარეობიდან დაინახო მოვლენები, ანუ გაუგო. ხო, ანუ მისი თვალებიდან დაინახო რაღაცა რეალობა და არა მარტო საკუთარი ეგოისტური თვალთახედვიდან იმოქმედო. ეს არის ქრისტიანობაც. რასაც მე ახაც ვთქვი, ეს ჩემი ოცნებაც იყო, ეს იყო სწორედ ქრისტიანული პრიზმიდან დანახული ჩვენთვის სურვილები და არა, თქვათ, რაღაც განსაკუთრებული რაღაც. კი, ეს უფრო ძირეულია, ვიდრე როგორ მაგალითად პრივატიზება მოხდეს თუ არ მოხდეს, ახლა ისევ ძალიან უტრირებ, მაგრამ მადლობა, რომ ამაზე გვესაუბრეთ მათ შორის. ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ყველანაირად განვიხილეთ არა მხოლოდ სარწმუნოების ჭრილში, არამედ ისტორიულადაც და ჩვენს დღევანდელობასაც შევეხეთ. კი, ამოუწურავი თემებია, თუმცა ის დრო რაც გამოყოფილი გქონდა ჩვენი გადაცემისთვის, მე მგონი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა დიდი. იმედი მაქვს, რომ ისე ამოვნეთ ამ საუბრის მოსმენით, დაგველოდეთ შემდეგ შეხვედრამდე.